ჩემი ფანჯრიდან. მოკლედ გამარჯობა ყველას ბავშვობა და როგორ ხართ? დღეს მე-5 ან მე-6 გაკვეთილი არ მოხსოვს ზუსტად. და რაც შეეხება ჩვენ გაკვეთილებს, დღეს ესე იგი მე მინდა რომ ჩვენ გავარჩიოთ ერთი დიალოგი, სადაც საუბარი არის ურთიერთობის სიტყვებზე. ერთ-ერთ მე-5 გაკვეთილია, ხო, გადავამოწმე. ერთ-ერთ გაკვეთილზე მე თქვენ დაგპირდით, რომ ერთხელ მოვიტანოთ კი ურთიერთობის სიტყვებს და მაგერებსაც გასწავლით, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა ინგლისურად თქო. აი, სასიყვარულო ურთიერთობის სიტყვებს გულისხმობ, თუმცა მარტო სასიყვარულო ურთიერთობისას არ გამოიყენებ. ზოგადად ძალიან კარგი სიტყვები არის ამ ლექსიკაში და მინდა რომ ეგ სიტყვები ვისწავლოთ. ამიტომ დღეს ცოტა გრძელი დიალოგია, სხვა შორის 8 წუთს, 9 წუთამდე ეს დიალოგი, ამიტომ მოდი დავიწყოთ, რომ მთლიანად მოვასწროთ დღეს. და ამ დიალოგში იდიომები სიმართლე გითხრათ ნაკლებად არის ვიდრე წინა დიალოგებში, უბრალოდ არის ძალიან კარგი გამოთქმები და სიტყვები და ფრაზულიზმები, რომლებიც უკავშირდება ურთიერთობებს. კარგით და მაგიტომ მინდა რომ დღეს ეს გავარჩიოთ, იმიტომ რომ შეგპირდით 1-2 გაკვეთილის წინ. და დანარჩენს მე გზადაგზა აგიხსნით. ერთი წამი, ოკეი, არავინ არ მწერს, რომ ვერ შემოვდივარო, ამიტომ დავიწყებ გაკვეთილს. მოკლედ მოდი მოვუსმინოთ დაახლოებით 2 წუთამდე იქიდან გამომდინარე, რომ დიდი არის დიალოგი. ცოტა დიდი ხანი მოვუსმინოთ, რთული დიალოგი არ არის ხოთი შორის და წესით იმ სიტყვების გარდა, რაც ახლა მე თქვენ უნდა აგიხსნათ, წესით ბევრი სიტყვა ჩვენთვის ნაცნობი უნდა იყოს. მოკლედ, აბა მოდი ახლა ავუწიოთ ბოლო ხმაზე, ყველა გამოვთოთ ჩვენი მიკროფონები თუ შეიძლება და დავიწყოთ გაკვეთილი, ოკეი? აბა წავიდა. Wow, Beth, those are beautiful flowers. What's the occasion? It's my wedding anniversary. Nick sent me these flowers to celebrate. How long have you and Nick been together? We've been married for 20 years, but we've been together for almost 25 years. Congrats to you both. You must be soulmates. I'm not sure I believe in soulmates, but I do think we're a good fit for one another. We have a lot in common, and we have fun together. It's not perfect, but it works for us. I can't imagine being with the same person for 25 years. After my breakup with Peter, I don't know if I could get along with someone for that long. Do you ever have problems? Or argue? Oh, yes. We have had many fights over the years. Early in our marriage, we even considered getting divorced. Fortunately, we were able to work things out, and now our relationship is stronger than ever. Hi there! Would you like to receive a gift? I'm a missionary for the Church of Jesus Christ of Latter-day Saints. When you find the right person, you will make it work, Maria. I hope so. What about you, Luke? კარგით, მოდით აქ დავამთავროთ. რეკლამა უცებ რომ ამოვაგდო ბავშვობა, იყო იაყოველების რეკლამა. არ ვიცი რატო, საინტერესოა, ცხოვრებაში არასოდეს რელიგიურს არ ვუყურებ, ხო არა, რელიგიურს არ ვუყურებ YouTube-ზე, არასოდეს მithumetes იაყოველებისას და შანსი არ არის ვიდეოს ვუყურებ და იაყოველების რეკლამა არ ამოვაგდოს, აი არ არსებობს, ეს გზედება 2-3 წელია უკვე. ზე მაინტერესებს რაშია საქმე, რომ აი ვერ აგიხსენებთ. რა ალგორითმით ხდება ეს YouTube-ი, რომ იაყოველების რეკლამა უნდა ამომიგდოს არშიც. ეხლა იაყოველების რეკლამა იყო. ინგლისურად ამოვე ხოლმე. გამარჯობა, გინდა მეგობრები? მოდი ჩვენთან ეკლესიაში რაღაც ისეთ საყოველთაოდ ამოვე ხოლმე. კარგით, დავიწყოთ ახლა მოდი ისო. შემოდის კიდე ხალხი გვემატება და გვემატება. ესე იგი, აი კაბატონინაზით შემოდის ახლა მშვენიერი. დავიწყოთ ახლა ჩვენი დიალოგი. და ესე იგი ესე იწყება, ვაუ, ბეს, დიალოგი იწყება როგორ მიუტანენ ყვავილებს ბეს, ანუ გოგონას რომელიც ზის და დიალოგი იწყება ესე, ვაუ, ბეს, those are beautiful flowers, რა ლამაზი ყვავილებია, ეს უნდა გადავთარგმნოთ. ეს სიტყვასიტყვით წერია, რომ ესენი არიან ლამაზი ყვავილები. ქართულად უბრალოდ ლამაზია, თუ ვიტყვით რა ლამაზი ყვავილებია.
მე კითხება ძალიან კაი რაღაცას, what's the occasion? ბავშვებო, ეს არის გამოთქმა, რომელიც უნდა დაიმახსოვროთ. ზოგადად occasion არის შემთხვევა. მაგრამ აი ეს გამოთქმა what's the occasion ნიშნავს რა ხდება, რაშია საქმე, აი რაღაცა ესეთი ნიშნის მოგებითაც რო კითხულობ ხოლმე, ნახეთ ყვავილები ხომ მიართვეს და რა ხდება, რაშია საქმე, რა ლამაზი ყვავილებია. ნაცი სხვა სიტუაციის დროსაც შემიძლია ეს გამოთქვა. ეს ფრაზა what's the occasion. აი თუნდაც მაგალითად ადამიანი გამოეწყო ლამაზად და ეკითხები რომ რამე აი იცით რას ნიშნავს რამე განსაკუთრებული ხდება? აი ეს ვარიანტია. ანუ კითხვაში როცა გულისხმობ რომ რამე ხდება ისეთი მნიშვნელოვანი, აი ამას რო გულისხმობ, ზუსტად ეგ არის. ნებისმიერ დროს, აი ხო სალიწერება რასთან დაკავშირებით. კი ბატონო, ქართულად რო ამბობთ ხოლმე რასთან დაკავშირებით, რა ხდება, რატო გამოეწყო ესე ლამაზად? ეს არის what's the occasion. ნებისმიერ შემთხვევაში, როცა ვკითხულობთ რასთან დაკავშირებით, რა ხდება, რამე განსაკუთრებული ხდება, არის what's the occasion. მე რეუბნება it's my wedding anniversary, ეს არის ჩემი ქორწილის ქართულად იქნება იუბილე, ჩემი ქორწილის იუბილე. Anniversary არის იუბილე. Nick sent me these flowers to celebrate. Nick-მა გამომიგზავნა ეს ყვავილები აღსანიშნავად. Celebrate არის ბავშვებო აღნიშნა ნებისმიერი რაღაცის. ეს უბრალოდ სიტყვა გამოთქმა არ არის. სიტყვებს უბრალოდ გავამუქებ, ხო, ეს ჩვეულებრივ. მე ეკითხება ესეთ რაღაცას. How long have you and Nick been together? რაც ნიშნავს, რომ რამდენი ხანია შენ და ნიკი ხართ ერთად. ბავშვებო, აქ ჩვენ უნდა დავიმახსოვროთ ესეთი გამოთქმა be together. აი ეს თითქოს არაფერი თითქოს მარტივი გამოთქმაა, მაგრამ მაინც ეს გამოთქმა be together გამოიყენება მხოლოდ რომანტიკული ურთიერთობისას, როდესაც ქალი ან კაცი ამბობს, რომ ერთად ვართ და ამ ერთად ყოფნაში გულისხმობს ან შეხვედრას, ან სულქმრობას, აი ყველაფერს ერთად რო გულისხმობს, რომ ჩვენ ერთად ვართ უკვე სიტყვაზე 2 წელია. აი ჩვენ ერთად ვართ, უნდა ვთქვათ ასე. We have been together. და დააკვირდით, რომ რა თქმა უნდა ეს ჩასმული არის ახლანდელ სრულ დროში. Perfect-იან დროში, რომელიც წარსულში დაიწყო და ეხლაც გრძელდება. იმიტომ რომ მოცემულია კითხვა how long, რამდენი ხანია რაც ერთად ხართ. და როცა ვამბობთ რომ ჩვენ ერთად ვართ, მაგალითად 2 წელია, ხო ვამბობთ for 2 years. და როდესაც ვამბობთ force ან since რაღაცა წლიდან, ხო უნდა ყოველთვის present perfect-ი. ამიტომ როდესაც პარტნიორულ ურთიერთობაში ვამბობთ რომ ნაგერ მე და პატა ერთად ვართ ამდენი წელია, იქ აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ be together. კარგით, არ აქვს მნიშვნელობა შეყვარებულები ხართ, დაოჯახებულები თუ ასე შემდეგ. იგულისხმება ყველა წელი ერთად. მე ეს ქალი ამბობს we've been married for 20 years. ჩვენ დაოჯახებულები ვართ 20 წელია და ესეც რა თქმა უნდა present perfect-ია, დააკვირდით we've been married, ხო? Married დაოჯახებული. But we have been together for almost 25 years. მაგრამ ჩვენ ვართ ერთად თითქმის უკვე 25 წელი. მე რეუბნება congrats to you both. ორივეს გილოცავთ. აქ ძალიან საყვარლობა სიტყვა არის congrats. თუ იცით თქვენ სიტყვა congratulation, გრძელი ვარიანტი congrats-ის, congratulation რა თქმა უნდა იყენებს კიდე ამას ხალხი, მაგრამ საუბრებში როცა ყვივთით რომ ამერიკელები ყველაფერს ამოკლებენ, ისინი ამბობენ congrats და არა congratulation, ხო? Congrats ძალიან ლამაზი სიტყვა თუ ისწავლით. ორივეს გილოცავთ, იძახის. You must be soulmate. თქვენ soulmate-ები უნდა იყოთ. ერთად გაკვეთილზე შევეცადე soulmate რო გადამეთარგმნა, მე მგონი სალი თქვენ იყავით იმ გაკვეთილზე და ნუ კი. ხა გამახსენდა რატომღაც სიტყვა სიტყვით soul არის სული, mate არის მეგობარი. მაგალითად, ვინც ფქირავთ ბინებს, ყოველს გეცოდინებათ სიტყვა roommate, რომელიც არის ოთახის მეგობარი, ანუ ვისთანაც იზიარებთ ოთახს, ხო? Flatmate არის ადამიანი, ვისთანაც იზიარებთ ბინას. მაგალითად, არსებობს კიდე schoolmate, რომელიც იგივე რაც თითქმის კლასელი ან არაკლასელი, მაგრამ სკოლის მეგობარი. მაგალითად, university mate, ესეც შეიძლება ვიღაცამ რო თქვას, უნივერსიტეტის მეგობარი. ანუ სიტყვა mate რო ემატება, ეს ნიშნავს, რომ ის ადამიანი არის შენი მეგობარი. ზოგადად სიტყვა mate ამერიკულ ინგლისურში ნაკლებად გამოიყენება, მაგრამ ავსტრალიულ და ბრიტანულ ინგლისურში ძალიან ხშირად გამოიყენება და იგივე არის რაც bro, ანუ ძმაო.
ამერიკაში თუ ამბობენ hey bro, ინგლისურ ბრიტანეთში შეიძლება თქვან hey mate, იმიტომ რომ მეგობარს და ძმას ნიშნავს. და პარტნიორულ ურთიერთობაში ბავშვებო soulmate არის ძალიან ლამაზი სიტყვა, რაც ნიშნავს ქართულად აი ეს ერთადერთი მეორე ნახევარი. აი ესე დავარქვათ ქართულად, ხო, აი ერთადერთი მეორე ნახევარი ადამიანი. არის ინგლისურად soulmate. ანუ სიტყვას ეთქვით გამოდის სულის მეგობარი. სხვადასხვა თავდაპირველად ეს სიტყვა გამოიყენებოდა მარტო პარტნიორულ ურთიერთობაზე სასაუბროთ, მაგრამ ბოლო რამოდენიმე წელია თანამედროვე ინგლისურში ეს ასევე გამოიყენება მაშინ, როდესაც მაგალითად საუბრობენ მეგობარზე. აცები ამ სიტყვას ნაკლებად იყენებენ მეგობრებთან მიმართებაში, ქალები იყენებენ, მაგალითად მე თუ მყავს ისეთი მეგობარი, რომელსაც ვამბობ, რომ აი ჩვენ რაღაც განსაკუთრებული სულიერი მეგობრობა გვაკავშირებს, მე შემიძლია რომ ვთქვა, რომ she is my soulmate. ანუ ბოლო წლებია ძალიან ახლო მეგობარზე, რომელთანაც აი რაღაც არაქვეყნიური გაგების დონე გაქვს, ამ ადამიანსაც შეგიძლია უწოდო soulmate. და კიდევ ინგლისურში სხვადასხვა ესეთი ის არსებობს გამოთქმა არა ესეთი რაღაც ინგლისურ ენაზე ესეთი მოსაზრება არსებობს რომ ჩვენ თუ მაგალითად ქართულად ვამბობთ რომ მეორე ნახევარი არსებობს მხოლოდ ერთი ინგლისურად ამბობენ რომ შეიძლება რამოდენიმე soulmate გყავდეს ინგლისურ ენაში ესე ამბობენ მოკლედ ძალიან ლამაზი სიტყვა არის ეს soulmate მერე I'm not sure I believe in soulmates ახლა ეს გოგო ამბობს თლად მე არა ვარ დარწმუნებული რომ soulmate-ების მჯერა. ზოგადად ძალიან ხშირად გაიგებთ ამ კითხვას ურთიერთობებთან მიმართებაში ინგლისურ ენაზე. გჯერა თუ არა soulmate-ების. ანუ გჯერა თუ არა იმის რომ ადამიანს მხოლოდ ერთი ნახევარი ყავს რომ თქვენი ბედი სადღაც ზემოთ გადაწყდა და ასე შემდეგ. აქ ახლა კიდე რა არის იცით კარგი? აი ეს I'm not sure. კი ვიცით რომ I'm not sure ნიშნავს არა ვარ დარწმუნებული. მაგრამ I'm not sure არ არის მაინდა-მაინც არა ვარ დარწმუნებული ყოველთვის ბავშვებო. I'm not sure არის კიდე რომ ზუსტად არ ვიცი, ან თლად მაინდა-მაინც აი ესეც არის I'm not sure. ნახეთ, თლად მაინდა-მაინც აი ეს ვარიანტი არის უბრალოდ უარყოფით კონტექსტშია, რომ თლად მაინდა-მაინც არ მჯერა soulmate-ების. აი ეს არის I'm not sure. კარგით? But I don't think we are a good fit for one another. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ვართ შესაფერისი ერთი მეორის. შესაფერისი ეს არის ძალიან კარგი სიტყვა, a good fit, ბავშვებო. აბსოლუტური სინონიმია სიტყვისა suitable და მე მგონი ეწერა კიდეც ვიდეოში დააკვირდით ქვემოთ. Suitable არის შესაფერისი და good fit მარტო ადამიანზე არ გამოიყენება ბევრ აი ჩემი შესაფერისი რომ შეიძლება იყოს რაღაცა წრე მასე შეიძლება რომ იყოს ну ტანსაცმელზე არა ადამიანებთან მიმართებაში ან რაღაცა პროცესთან დაკავშირებით a good fit არის შესაფერისი კიდე for one another არის ძალიან კარგი გამოთქმა და ნიშნავს ერთმანეთისთვის. ნახეთ each other ხარი ერთმანეთი, მაგრამ ორ ადამიანზე რომ ვამბობთ რომ აი კარგი ერთმანეთისთვის შესაფერისები ვართ, აი აქ უნდა გამოვიყენოთ for one another. კარგით? მერე we have a lot in common and we have fun together. ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს საერთო და კარგათაც ვერთობით. მე მგონი რომ have fun გეცოდინებათ რომ ნიშნავს გართობას, კარგი დროის გატარებას. არის have fun და აქ არის კარგი გამოთქმა have common აი ესეთი გამოთქმა ბავშვებო აი ეს have common ნიშნავს საერთოს ქონას რა თქმა უნდა ეს have common შეგიძლიათ გამოიყენოთ ყველაფერში მაგალითად მე და თან უნდა ვეწყობით იმიტომ რომ ბევრი გვაქვს საერთო მე და ჩემი ახალი მასწავლებელი კარგად შევეწყეთ იმიტომ რომ ბევრი გვაქვს საერთო ნებისმიერ დროს როდესაც ადამიანზე ამბობ რომ ჩვენ საერთო გვაქვს მენათიასთან ბევრი რაიმე მაქვს საერთო ეს არის have in common ეს in გამოვრჩა have in common აქ ახლა უბრალოდ a lot აქ მიყოლებული რომ ჩვენ ბევრი გვაქვს საერთო ჩვენ ერთად კარგად ვერთობით. მე ეს არის ძალიან ლამაზი გამოთქმა, ნახეთ, it's not perfect, but it works for us. იდეალური არ არის, მაგრამ ჩვენ გვაწყობს. გვაწყობს ახლა ქართულად ცოტა არ არის ლამაზი სიტყვა, მithmedes ურთიერთობაზე გვაწყობს, რო თქვა რაღაც არ გამოდის, მაგრამ იცი როგორი ვარიანტია, იდეალური არ არის, მაგრამ
ჩვენთვის ოკეია, აი ეს ოკეი, ესეც ინგლისური გამოდის იდეაში. work ხო მუშაობას ნიშნავს, ნახეთ, ანუ ჩვენი ურთიერთობა იდეალური არ არის, მაგრამ ჩვენთვის ეს მუშაობს, ხო, გვაწყობს იქნება ქართულად რა, მაგრამ რაც არის ჩვენ გვაკმაყოფილებს. აი ესე ვიტყოდით ქართულად. ინგლისურად ძალიან ლამაზია. მე რით მეორე ახალგაზრდა გოგო ამბობს I can imagine being with the same person for 25 years. ვერ წარმომიდგენია ყოფნა ერთი და იმავე ადამიანთან 25 წელი. After my breakup with Peter, I don't know if I could get along with someone for that long. ჩემი დაშორების შემდეგ პიტერთან მე არ ვიცი თუ შეიძლება რომ შევეწყო ვინმეს ამდენი ხანი. აქ არის ძალიან კარგი სიტყვა get along, რომელიც რომელიც ჩვენ უკვე შევხვდა რამოდენიმეჯერ და ნიშნავს შეწყობას და ასევე ძალიან კარგი სიტყვა არის break up, რაც ნიშნავს დაშორებას. ამ წინადადებაში break up გამოყენებულია როგორც არსებითი სახელი დაშორება. როდესაც break up არის ზმნა, ანუ დაშორება იგივე, იწერება ბავშვებო აი ესე. ანუ ცალ-ცალკე. მაგრამ თუ დაშორება არის არსებითი სახელი, ამ შემთხვევაში ეს break up იწერება ერთად. კარგით, აქ როგორც არის, ხო? კარგი, მერე. Do you ever have problems? ოდესმე გაქვთ პრობლემები? ეს გოგო ეკითხება. Or argue and ჩხუბი? Oh yes, კი, ეუბნება. We have had many fights over the years. ჩვენ გვქონდა ბევრი ჩხუბი დროთა განმავლობაში. დროთა განმავლობაში გადავთარგმნე აი ეს წინადადება აი over the years. რა თქმა უნდა, შეიძლება ვთარგმნოთ ესე წლების განმავლობაში. ესე სწორია. აქ უბრალოდ ქართულად უფრო მომეწონა რატომღაც დროთა განმავლობაში ან წლების მანძილზე იქნება ქართულად სწორი, ხო, წლების მანძილზე. ანუ აქ ვიმახსოვრებთ რა ასეცით, აი over რო არის, აი მაგას მიაქციეთ ყურადღება, რომ over the years ნიშნავს აი ეს რო იწყებოდეს ეს წინადადება, ან და სხვა წინადადება რო იყოს და over the years თავში რო იყოს, აი შეიძლება გადავთარგმნოთ როგორც დროთა განმავლობაში. მაგალითად, დროთა განმავლობაში ბევრი ახალი სკოლა აშენდა, დროთა განმავლობაში რა ვიცი, რაღაცა ქვეყანა განვითარდა. ეს დროთა განმავლობაში ბავშვებო არის over the years. ქართულად შეგვიძლია ვთქვათ ასევე, რომ წლების მანძილზე, ხო, ესეც შეგვიძლია იდეაში, ხო, რომ ვთქვათ წლების მანძილზე. ერთ სიტყვით დროთა განმავლობაშიც არის over the years და არ არის აუცილებელი, რომ მაინდა-მაინც სიტყვა წელი ვთქვათ ქართულად. კარგით, ხო? კი, ანუ ჩვენ გვქონდა ბევრი ჩხუბი დროთა განმავლობაში. Early in our marriage ნიშნავს, რომ ჩვენი ქორწინების დასაწყისში, აი ეს early არის კიდე ძალიან საინტერესო ამ შემთხვევაში დააგიხსნით. ჩვენი ქორწინების დასაწყისში we even considered getting divorced. ჩვენ მასე გაყრაზეც კი ვფიქრობდით. Consider ბავშვებო არის თითქმის იგივე რაც ფიქრი და get divorce არის გაყრა. ეხლა უყურეთ, პირველი აქ არის ძალიან კარგად გამოყენებული სიტყვა early. ჩვენ რა თქმა უნდა ვიცით, რომ early არის ადრე, დილით ადრე, ხო, სიტყვაზე გაკვეთილი ადრე დავიწყეთ. მაგრამ early კიდე ბავშვებო გამოიყენება როგორც დასაწყისი, როდესაც საუბარია მაგალითად ჩვენი ქორწინების დასაწყისში, როგორც ეხლა აქ არის, ან როდესაც საუბარია მაგალითად მე-18 საუკუნის დასაწყისში, აი ქართულად კიდევ ვამბობთ ხოლმე როგორ იცით დასაწყისში კი არა ადრეულ ეტაპზე, რო ვამბობთ ხოლმე, აი ეს ადრეულ ეტაპზე პირველ საფეხურზე, ან კიდე რო ვამბობთ ხოლმე, აი ეს ვარიანტი არის ზუსტად early ინგლისურში. და ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ ადრე ჩვენს ქორწინებაში, არა. ეს იგულისხმება ჩვენი ქორწინების დასაწყისში. მაგალითად, მუშაობას რო დაიწყებს და აი ჩემი კარიერის ადრეულ ეტაპზე early in my career იქნება, ანუ მიხვდით და არა ადრე ჩემ კარიერაში. ხო მიხვდით? ხო? მე აქ არის კიდე ძალიან კარგი სიტყვა consider, რაც არის ზოგადად ითარგმნება ესე ჩათვლა, მიჩნევა, მე რომ ვთვლი ესე რაღაცას, მე რომ იმაჩნია ეს ესე, მაგრამ consider კიდე არის ასევე განხილვა, ასე ვთქვათ, რომ რაღაცა გააკეთო თუ არ გააკეთო, ან კიდე ფიქრი, რაღაცა გააკეთო თუ არ გააკეთო. ყოველდღიური სიტყვა. ანუ ქორწინების ადრეულ ეტაპზე ჩვენ გაყრასაც კი განვიხილავდით, გაყრაზეც კი ვფიქრობდით.
get divorce არის ბავშვებო გაყრა ოფიციალურად დოკუმენტებით. გაყრა არის get divorce. ნახე, break up არის დაშორება და ამ დაშორებაში არ ჩანს ოფიციალურად შორდები თუ არა და get divorced არის უკვე გაყრა ოფიციალურად დოკუმენტების დოკუმენტებით, ასე ვთქვათ. Fortunately, საბედნიეროდ, we were able to work things out. საბედნიეროდ ჩვენ გამოგვივიდა რაღაცეები, ყველაფერი ავაწყეთ. აქ არის ძალიან კარგი ფრაზულის no work out, რომელიც ძალიან ბევრჯერ მგონი თქვენთვის ახსნილი და ვისაც არ გაქვთ ნასწავლი გეტყვით, რომ work out-ის პირველი მნიშვნელობა არის ვარჯიში. და workout ამ შემთხვევაში იწერება ერთად, აი მაგალითად თუ გინდათ, რა ვიცი, ხრების ვარჯიში ჩაწერა or workout YouTube-ზე. ხო, მოკლედ workout, მაგრამ workout ასევე ნიშნავს რაღაცის გამოსვლას, რაღაცა რო გამოგივა, რაღაცას რო ააწყობ, აი ეს არის workout. ანუ ნახეთ რას ამბობს საბედნიეროდ ჩვენ შევძელით რომ რაღაცეები აგვეწყო. აი სიტყვა რაღაცეებს ქართულად არ ვიტყვით ახლა აქ ინგლისურად უნდა, იმიტომ რომ ზოგადად როდესაც გვაქვს ფრაზულის now work out შუაში ლამაზია თუ ვიტყვით სიტყვას things. მიხვდით? ანუ საბედნიეროდ ჩვენ შევძელით რომ აგვეწყო ურთიერთობა ქართულად ესე იქნებოდა. რომ საბედნიეროდ ჩვენ გამოგვივიდა ესე იქნება ქართულად, მოდი ამას გავაყვითლებ. And now, ხო და ეს workout მარტო ურთიერთობაზე არ არის, გამოსვლა და აწყობა ყველაფერზე აბსოლუტურად, როცა ამბობ რომ რაღაცეები აწყვე, გამოგივიდა, დაალაგე, არის workout. მერე, and now our relationship is stronger than ever. და ეხლა ჩვენი ურთიერთობა არის უფრო ძლიერი ვიდრე ოდესმე. სიტყვა relationship, რა თქმა უნდა, არის პარტნიორული სასიყვარულო ურთიერთობაც და არის ყველანაირი სახის ურთიერთობა. მეგობრული, უფროს ასისტენტური, მასწავლებელი, მოსწავლის ურთიერთობა. ყველანაირი არის relationship და relationship სხვათა შორის მე მგონი თქვენი გაკვეთილი იყო ასევე ითარგმნება ხანდახან როგორც დამოკიდებულება ბავშვებო. რო იცოდეთ. როდესაც relationship აი ძალიან უცნაურია, მაგრამ როცა relationship-ი არის გამოყენებული ადამიანსა და მაგალითად უსულო, მაგალითად საჭმელს შორის. relationship ამ შემთხვევაში არის დამოკიდებულება და არა ურთიერთობა. აი მაგალითად ამ ბოლო დროს დაიწყეს ეს ოღონდ ესე გამოყენება ხშირადად რა ეგრე არ იყო. ადრე relationship მარტო ადამიანებს შორის ურთიერთობას ნიშნავდა და ნიშნავდა რასაც ქვია ურთიერთობას. ეხლა relationship-ი ასევე ნიშნავს დამოკიდებულებას, მაგალითად ჩემსა და ყავას შორის დამოკიდებულება. აი ქართულად relationship-ი არ გამოვა აქ. ჩემსა და ყავას შორის ურთიერთობა არ გამოვა. მე განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს პიცისადმი სიტყვაზე. აი ქართულად არ გამოვა. მაგალითად, ერთ-ერთ ფილმშიც კი არის ჩვენის ფილმი გარჩეული გვაქვს. ჯულია რობერტსი რო თამაშობს Eat Pray Love რო არის იქ საუბრობს პიცაზე და იქ ახსენებს ზუსტად relationship ჩვენ გარჩეული გვაქვს ეგ ფილმი. ოღონდ მან არ მახსოვს დამოკიდებულება ითარგმნება თუ ურთიერთობა. ნახეთ მე რა თქმებათ ის ძველი ვიდეო და მიხვდებით რასაც გეუბნებით. Eat, pray, love ეგრე ქვია იმ ვიდეოს ჩვენ რო გავარჩიეთ. ჯულია რობერტის სცენარი, ჯულია რობერტი ჭამს პიცას და იქ იყენებს სიტყვა relationships ძალიან კარგად. ერთ სიტყვით relationship არის ურთიერთობაც და relationship შეიძლება იყოს დამოკიდებულება, როცა საუბარია ადამიანსა და რაღაცა უსულო საგან შორის. Okay? When you find the right person, you will make it work. როდესაც იპოვი სწორ ადამიანს, თქვენ გამოგივათ. აი ეს არის. ძალიან კარგი და ახალი ფრაზა არის right person. სიტყვასიტყვით ნიშნავს სწორი ადამიანი. იდეაში ქართულად ეხა დიდი არაფერი. მაგრამ ქართულიდანაც სხვათა შორის ინგლისური დავთარგმნით და მაგიტო არის. მე თუ ვამბობ მაგალითად რომ ქართულად ვიყენებთ შესაფერის და მე თუ ვამბობ მაგალითად რომ პატარა ჩემი შესაფერისი და არა პატარა ჩემთვის სწორი ადამიანი. აი ქართულად უკვე იმდენად ხშირად ვიყენებთ სწორ ადამიანს, რომ ქართულადაც უკვე ლამაზია ეხლა ჩემი ყურისთვის. რეალურად right person, სწორი ადამიანი, შედარებით ახალია ინგლისურში, გამოიყენება პარტნიორულ ურთიერთობაში. შეიძლება იყოს შეყვარებული, რა ქვია, საცოლე, არ აქვს მნიშვნელობა, ქმარი, ნებისმიერი პარტნიორულ ურთიერთობის ადამიანი, რომელზეც ფიქრობ, რომ არის შენი შესაფერისი და სწორი არჩევანი, ჩვენ ხო ვამბობთ სწორი არჩევანი, ინგლისურად ამბობენ right person. და ეს არის ძალიან ლამაზი სიტყვა და ძალიან კარგი კომპლიმენტი პარტნიორისთვის. და ნუ როცა იპოვიო სწორ ადამიანს, you will make it work. გამოგივათ.
ასევე ძალიან კარგი ფრაზა არის make it work, რაც ნიშნავს, რომ ყველაფერს ააწყობ, ყველაფერი გამოგივა. აი ეს არის. მე მარია ამბობს I hope so. ამის იმედი მაქვს, ესეც ძალიან კარგი გამოთქმა. What about you, Luke? ეუბნება შენ რა სიტყვედიო, Luke? ხო, მეტი აღარ მოგვისმენია. კარგით. ხო, რაღაც სიტყვები მინდა გითხრათ, მაგრამ მაგას მერე გეტყვით თუ დრო დაგვრჩება. თუ არა და 1 საათნახევრიანი ვიდეო კი მაქვს ფოტოშურს ჩაწერილი სასიყვარულო სიტყვებზე და თუ რამე მერე იმას ჩაგიგდეთ დამატებით დღეს თუ ვერ მოვასწარი. კარგით, გავაზიარებ ახლა ვორდს. და ვუყუროთ, მოდი აბა ვუყუროთ თავიდან, რასაც მოვუსმენ. Those are beautiful. Wow, Beth. Those are beautiful flowers. What's the occasion? It's my wedding anniversary. Nick sent me these flowers to celebrate. How long have you and Nick been together? We've been married for 20 years, but we've been together for almost 25 years. Congrats to you both. You must be soulmates. I'm not sure I believe in soulmates, but I do think we're a good fit for one another. We have a lot in common, and we have fun together. It's not perfect, but it works for us. I can't imagine being with the same person for 25 years. After my breakup with Peter, I don't know if I could get along with someone for that long. Do you ever have problems? Or argue? Oh, yes. We have had many fights over the years. Early in our marriage, we even considered getting divorced. Fortunately, we were able to work things out, and now our relationship is stronger than ever. When you find the right person, you will make it work, Maria. I hope so. What about you, Luke? You have been seeing someone. კარგით, მეტი აღარ მოგვისმენია. მოდი ახლა გავაგზავნოთ და ვუსმინოთ კიდევ 2 წუთი. You have been seeing someone for a few months now. Any chance you might pop the question soon? Me? No way. I'm not ready to get engaged yet. I think Caroline and I have chemistry. We love being together, and I'm very attracted to her. But I don't think either of us is ready to settle down yet. I think she would be shocked if I proposed to her this soon. We definitely don't want to rush things. We want to spend time traveling the world together and really getting to know each other well. I think you and Carolyn are wise to get to know each other well before tying the knot and walking down the aisle. Definitely. I want to make sure we're right for each other before making a lifelong commitment. What about you, Maria? What happened with you and Peter? It started off so great, but it didn't last long. We met at a party. We hit it off right away. I thought it was love at first sight. He was exactly my type. He was tall, brunette, and athletic. I fell for him immediately. When I first saw you both together, I thought you were head over heels for one another. We were. He completely swept me off my feet. He was full of romance. He brought me flowers and chocolates. He wrote me poems. He took me on vacations. He talked about our future together. It was wonderful. So what made you guys decide to split up? It turns out he was cheating on me. Oh, Maria, that's awful. I'm so sorry to hear it. Yes, it was horrible. კარგით, მეტი აღარ გვინდა 2 წუთი მოვუსმინეთ და აი აქ ახლა იდიომებიც გვაქვს უფრო მეტი ვიდრე წინა 2 წუთში და მოდი ახლა ესეც გავარჩიოთ. საინტერესო გამოთქმები გვაქვს აქაც ამასობაში შემოგვება და ხალხი და ძალიან კარგი.
ესე იგი, ხლა ლუქს ეკითხებიან, ხო? What about you, Luke? შენ რა სიტყვები შენზე, Luke? ერთი წამით ბავშვობა გავესწორო. You have been seeing someone for a few months now. შენ უკვე ხვდები ვიღაცას რამოდენიმე თვეა. აი, აქ ბავშვობა ძალიან საინტერესოდ არის გამოყენებული სიტყვა see. ანუ დანახვა. რა თქმა უნდა, ყველამ ვიცით, რომ სიტყვა see ნიშნავს დანახვას, მაგრამ ბავშვებო, სიტყვა see ასევე ნიშნავს შეხვედრას, როდესაც საუბარი არის მაგალითად სასიყვარულო ურთიერთობების დროს და ვამბობთ, რომ ჩვენ ვხვდებით ერთმანეთს. მე თუ ვამბობ მაგალითად, რომ მე ვხვდები პაატას, არავითარ შემთხვევაში სიტყვა meet არ უნდა გამოვიყენოთ, ეგ გაიმახსოვრეთ, ხო? მე თუ ვამბობ, რომ ჩემი მეგობრები უკვე 2 წელია ხვდებიან ერთმანეთს, არავითარ შემთხვევაში არ თქვათ სიტყვა meet. როდესაც საუბარი არის წყვილზე და ეს წყვილი რა თქმა უნდა არის შეყვარებული, იმიტომ რომ თუ ამბობ რომ ხვდები, ესე იგი ჯერ არ არიან ხო დაოჯახებული, ამ დროს აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ სიტყვა see, მაგალითად მე თუ ვამბობ რომ ჩემი მეგობრები ერთმანეთს ხვდებიან უკვე 1 წელია, ნახეთ როგორ იქნება they have been seeing და მე ამას ვამბობ რა თქმა უნდა present perfect continuous-ში, ანუ ახლანდელ სრულ განგრძობით დროში. ხო? For 1 year. რატო ახლანდელ სრულ განგრძობით დროში? იმიტომ რომ მათ შეხვედრა დაიწყეს 1 წლის წინ და ეხლაც აგრძელებენ შეხვედრას. მე აი აქ რომ ვესაუბრებოდა ვიღაცა ინგლისელს და თქვა meet, ბავშვებო ვერ მიხვდება რაზეა საუბარი. კი გაიგებს რომ ეს ორი ადამიანი ხდება ერთმანეთს 1 წელია, მაგრამ ის ვერ მიხვდება რომ შენ ელაპარაკები სასიყვარულო, ანუ წყვილზე რო გაქვს საუბარი, მაგას ვერ მიხვდება. ამიტომ როდესაც წყვილებზეა საუბარი, აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ სიტყვა see. კარგით ხო? ანუ ნახეთ, you have been seeing someone for a few months now. შენ ვიღაცას ხვდები უკვე რამოდენიმე თვეა, ეუბნება. Any chance you might pop a question soon. აქ არის ძალიან კარგი იდიომა pop a question, აი ეს. სიტყვით ნიშნავს კითხვის ამოხტომას. Pop არის უცებ რაღაცა რო ამოხტება, ეგრე, აი მაგალითად კომპიუტერში თუნდაც რა ესე უცებ რეკლამა ამოხტება, კუთხიდან თუ რამე ვირუსი აქვს და თავისით ესე რეკლამა გამოდის, მაგას ქვია pop. Question არის კითხვა და ბავშვებო pop a question არის აი ძალიან იდიომაცარი და აი ლამაზი რაღაც ისეთია, რომ დასვა მნიშვნელოვანი კითხვა. ანუ რა კითხვა? ცოლად გამომყევი. ანუ და აქ ახლა კიდე ძალიან კარგად ეუბნება any chance, ესეც ძალიან კაი გამოთქმა ბავშვებო და ნიშნავს რომ აი ქართულად ესე იქნებოდა რომ აბა რამე შანსი ხო არა უკვე რომ ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა დაუსვა. აი ქართულად ეს იქნებოდა. ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაში იგულისხმება ის, რომ კითხო ცოლად გამომყევი, ხო? ამას რა თქმა უნდა ყოველთვის ეკითხებიან მამაკაცს, ხო? ნუ ირლანდიაში შეიძლება ქალსაც კითხონ, ახლა იქ ქალებიც თხოვენ ხელს კაცებს. აი აქაც ძალიან კარგად არის გამოყენებული any chance. ეს ყველაფერზე შეგიძლიათ რომ გამოიყენოთ. მაგალითად, რამე შანსი არ გამოდის ქართულად. აი სიტყვაზე მე რო გითხრათ, რომ any chance that we can have classes tomorrow, მაგალითად დღეს გიცდენთ გაკვეთილს და აი რამე შანსი არის რომ ხვალ ჩავატაროთ? აი ქართულად არ გამოდის, მაგრამ იცი როგორი ვარიანტია ქართულად, რომ ხوار ჩავატაროთ ხვალე გაკვეთილი, ან აბა მოვახერხებთ რომ ხვალე გაკვეთილი ჩავატაროთ. ქართულად ესეც გამოვა ხო, მაგრამ აი აქ ახლა იქნება რომ აბა იმაზე ხო არ ფიქრობ რომ რამე კითხვა დაუსვათ, ან ეს რაღაც საყვარლად არის კითხვა დასმული. მოკლედ pop a question არის მარტო ურთიერთობაში გამოიყენება, რომ დაუსვა ის ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა. მე ამბობს ეს ბიჭი რომ me no way, მე არაო გამორიცხულიაო, no way ნიშნავს გამორიცხულია, არ არსებობს შანსი არა, ყველგან გამოიყენება რა თქმა უნდა. I'm not ready to get engaged yet. ჯერ არა ვარ მზად რომ დავინიშნოთ. Get engaged არის დანიშნა. ანუ ესე იგი, ერთმანეთს რო ხვდებიან ადამიანები იყო see, ხო გახსოვთ, უბრალოდ see, უბრალოდ present perfect-ში ვსვამთ თუ კი ვსაუბრობთ რომ ეხლაც ხვდებიან. მერე ქორწინება არის get married, კი ვიცით, მოდი ბარემ მაგებს ჩამოწერა იქ უცებ. see, ქორწინება არის get married. გაყრა არის get divorced ოფიციალურად. გაყრა არის get divorced. თუ მაგალითად ქორწინებამდე არ მივიდა და მანამდე შორდება წყვილი, დაშორება არის break up და დაშორება არის split up. ნუ პრინციპში დაოჯახებული წვილიც რო დაშორდეს ერთმანეთს, ორივე გამოიყენება break up და split up.
აქ არის გულისხმება რომ ოფიციალურად საბუთებით დაშორდნენ. ქეთევანი გვეკითხება ერთ წამი engaged ერთ წამი ქეთევანი ნახურას მეკითხება engaged სხვა რამესაც კი engaged ბევრ რაღაცას ნიშნავს როგორ არის თვითონ სიტყვა engage ბევრ რაღაცას ნიშნავს მაგალითად ერთ-ერთი მნიშვნელობა აქვს ჩართულობა აი ამ სიტყვაზე ალაპარაკი engaged-ის ერთ-ერთი მნიშვნელობა ჩართული რო ხარ და დაკავებული რო ხარ რაღაცა საქმით მაგრამ აი ეს get engaged უკვე ნიშნავს დანიშვნას თორე კი რა თქმა უნდა სხვა მნიშვნელობებიც აქვს მერე აქ არის კიდე შეგვხვდება ეგეთი ფრაზა make commitment აი ამას ქართული შესატყვისი დღემდე ვერ ვუყოვე და რო შეგვხვდება მერე ვნახოთ ნიშნავს ურთიერთობას უკვე სერიოზულად რო უყურებ ვიღაცასთან და კიდე რა შეიძლება იყოს აქ კარგით მე მგონი რა ძირითადები ჩამოვწერე მოკლედ არაო მე არა ვარ ჯერ მზად რო დავინიშნოთ იძახის I think Caroline and I have chemistry office ლამაზი სიტყვა მე ვფიქრობ რომ კაროლინის და ჩვენო გვაქვსო ეხ ქართულადაც ეგრე ეძახიან უკვე ქიმია წყვილებს შორის რა თქმა უნდა ეს მხოლოდ წყვილებს შორის არის ოღონდ აი ქართულად უფრო ამბობენ ხოლმე სიტყვას ვნებას ვიდრე ქიმიას თუმცა ხა ამ ბოლო დროს რო ვუსმენ პოდკასტებს იქ ქიმიასაც კი ამბობენ ხოლმე ინგლისურადაც ამბობენ როგორ არა წყვილებს შორის ნება უნდა იყოს მაგრამ ქიმისტრი ცოტა კიდე სხვა რაღაცა არის აი უფრო ისე უფრო ქიმისტრი გეცოდინებათ რაც არის წყვილებს შორის აი რაღაცა მიზი რო იზიდავენ ერთმანეთს რაღაცა ესეთი არის ქიმისტრი ესეც ახალი გამოთქმა არის შედარებით ძველი არ არის და ძალიან საინტერესო და ძალიან ლამაზი გამოთქმა. აი, ქართულად რო ვამბობთ, რომ ვნება უნდა იყოს წყვილებს შორის, ცოტა თითქოს ისეთია, აი რაღაცნაირად. არა, ვულგარული არ არის, მაგრამ ინგლისურადაც ეგრე ჟღერს, მაგრამ აი chemistry-ს თუ იტყვი, ვულგარული საერთოდ არ არის, ძალიან ლამაზი გამოთქმა და ნიშნავს, რომ აი უნდა გიზიდავდეს რა ადამიანი ყველანაირად. იმასთან ერთად უნდა ერთობოდა კიდეც და ასე შემდეგ. ძალიან ლამაზი გამოთქმა. და სხვადასხვა ადრე ეგრე ამბობდნენ ყოველთვის რომ მარტო წყვილებში გამოიყენება, აი როგორც soulmate რო იყო. მაგრამ ბოლო ხანებია აი ამ have chemistry-ს გამოყენება დაიწყეს მეგობრებს შორისაც, როცა აი ძალიან რაღაცა კარგად ხარ იმ ადამიანთან. აი სხვადასხვა chemistry კიდე ამ ბოლო დროს გამოიყენება არა მარტო ადამიანებს შორის, აი უცნაური კი არის, მაგრამ ადამიანს რო აი რაღაცის მიმართ ძალიან რომ მოსწონდეს რაღაცა, რა ვიცი, თუნდაც რაღაცა აქტივობა სიტყვაზე. თუმცა ნაკლებად გამოიყენება ეგრე. ძირითადად have chemistry არის წყვილებს შორის ძალიან ლამაზი გამონათქვამია, ვულგარული არ არის. და ანუ ამბობენ ხოლმე რომ ეს chemistry უნდა იყოს ინგლისურად ამბობენ როგორც წყვილებს შორის დაოჯახებამდე, ასევე დაოჯახების მერეც. ანუ ნახეთ რას ამბობს რომ მე ვფიქრობ რომ კაროლინის და მე გვაქვსო chemistry, ქიმია, ქართულადაც ესე ვთქვათ. We love being together. ჩვენ გვიყვარს ერთად ყოფნა. And I am very attracted to her. და მე ვარ სიტყვით მე ვარ მიზიდული მასთან. ოღონდ ეს ითარგმნება ასე რომ ის მე მიზიდავს. აქ ბავშვებო ეს არის ვნებითი გვარი, რომელიც ჩვენ ჯერ გრამატიკაში როგორც ესეთი არ გვისწავლია, მე თქვენთვის ჯერ არ ამიხსნია. ამიტომაც სიტყვით გადაგითარგმნით რომ მე ვარ ძალიან მიზიდული მისით. ოღონდ ეს ქართულად ითარგმნება ესე, რომ ის მე მიზიდავს. აქ არის ძალიან კარგი სიტყვა attract, რომელიც ასევე არანაირად არ არის ვულგარული და არის ძალიან ლამაზი სიტყვა და ზოგადად რომ ის მე მიზიდავს, ინგლისურად ეს წინადადება ძალიან ლამაზი არის. ხო, და attract არ გამოიყენება მარტო სასიყვარულო ურთიერთობაში, ეს მიზიდვა. მაგალითად ვისაც გიყვარს მედიტაცია და ეს აფირმაციები და მიზიდულობის კანონები და ასე შემდეგ, ყველას გეცოდინებათ ესეთი გამოთქმა law of attraction. ესე იწერება. რაც ნიშნავს მიზიდულობის კანონი და ეს იგივეა ქართულად რაც კარმა. სხვათა შორის ჩვენ რო ეძახით რასაც გასცემ იმას მოინკი, ინგლისურად ამ ყველაფრის ერთ წინადადებაში ატევენ და ამბობენ law of attraction, მიზიდულობის კანონი, რომ თუ კარგს გასცემ, კარგი მოგივა, თუ ცუდს გასცემ, ცუდი მოგივა, რაღაცა ესეთია. და ძალიან ლამაზი გამოთქმა მიზიდულობის კანონი, ესე დავწე. კანონი. ასე რომ attraction ძალიან კარგი სიტყვა არის. კარგით. და მე ამბობს, but I don't think either of us is ready to settle down yet. მაგრამ არ მგონიაო, რომ რომელიმე ჩვენთაგანი ეს ძალიან კარგი გრამატიკული სიტყვა არის, რომელიმე ჩვენთაგანი იყოს მზად დამკვიდრებისთვის.
ძალიან კარგი სიტყვა არის settle down. ქართულად ნიშნავს დამკვიდრებას. ინგლისურად settle down-ში მოიაზრება ოჯახის შექმნა, სამსახურის პოვნა და ერთ ადგილზე ცხოვრება. აი მაგალითად, სანამ მე პატას გავიცნობდი და დავდიოდი აქეთ-იქით, აი დედაჩემი ქართულად რომ მეუბნებოდა ხოლმე, როდის უნდა გაჩერდა ერთ ადგილას, აი ესე მეტყოდა ხოლმე ქართულად. როდის უნდა გაჩერდა ერთ ადგილას და იგი გულისხმობდა რომ რა ვიცი, დავოჯახდე, შვილი გავაჩინო და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. აი ამ ყველაფერს, ეს ყველაფერი ინგლისურში მოიაზრება settle down-ში. კი ლევანი მართალია ადელის სიმღერაში შეხვდა settle down-ი, კი ბატონო, ზუსტად, კი, ეგ არის. და ძალიან კარგი სიტყვა. ანუ მე არ ვფიქრობ, რომ რომელიმე ჩვენთაგანი მზად არისო, რომ დამკვიდრდეს და ოჯახი შექმნას, ქართულად ესე იქნება. აქ ძალიან კარგი ფრაზა ბავშვებო, either of us, რაც ნიშნავს არც ერთი ჩვენთაგანი. გრამატიკულად ძალიან კარგი გამოთქმა არის ეს და ვისწავლით მომავალში ამას. ეხლა ესე დაიმახსოვრეთ, არც ერთი ჩვენთაგანი. კარგით? მერე I think she would be shocked if I proposed to her this soon. აბა თუ მიხვდებით ეს მე რამდენი პირობითი წინადადება. მეორე, ნახეთ. მე ვფიქრობ, რომ შოკირებული იქნება ეხლა რომ ხელს შევთავაზებდე. ხელის თხოვნა, ბავშვებო, ხელის შეთავაზება კი არა და ხელის თხოვნა, უფრო სწორედ, არის propose და ძალიან კარგი ფილმი არის სანდრა ბალოკი თამაშობს და ქვია proposal. თუ არ გაქვთ ნანახი, ნახეთ გთხოვთ, იმიტომ რომ ძალიან მაგარი ხადაობა ფილმია. აი ესე ქვია proposal. Proposal, თუ არ მეშლება, მგონი ესე ქვია. ხელის თხოვნა. ანუ propose არის როგორც ზმნა და proposal იქ სათაურში გადაკეთებულია როგორც არსებითი. ნიშნავს ხელის თხოვნას. რა თქმა უნდა, ხელის თხოვნის მნიშვნელობით მარტო წყვილებში გამოიყენება, თუმცა ისე ცალკე ჩვეულებრივ ინგლისურში propose ნიშნავს შეთავაზებას, მაგალითად უფროსი რო შემოგთავაზებს რაღაცა პროექტს, ესეც არის შეთავაზება. არ მაგალითად რაღაცა აი proposal გამოიყენება ხოლმე კიდე ხშირად, მაგალითად ორგანიზაცია რო უფრო ბიზნეს სიტყვებში გამოიყენება, ოღონდ ორგანიზაცია რო რაღაცა პროექტს დადებს განსახილველად. ყოველდღიურ ცხოვრებაში ხელის თხოვნის გარდა არის ჩვეულებრივი შეთავაზება. ნათი ამ აი თითქმის offer არის რა, ნათი ამ შემომთავაზა რომ კაფეში წავიდეთო. შეგიძლია propose რო თქვა. ცოტა უცნაურია, იმიტომ რომ უფრო აკადემიურია, but that's okay. მერე, ანუ არ მგონი ისევ შოკირებული იქნება მე რომ ეხლა მას ხელი ვთხოვო. We definitely don't want to rush things. ნამდვილად არ გვინდა რომ ავაჩქაროთ რაღაცები. Definitely ითარგმნება როგორც ნამდვილად, უეჭველად, ძალიან კარგი სიტყვა. აუცილებლად გაჩნია კიდე სიტუაცია. აუცილებლად არ არის necessarily არა necessary სხვანაირი აუცილებელია. მე რომ აუცილებლად უნდა წავიდე სადღაც, ეს არის ბავშვებო definitely. ეს დაიმახსოვრეთ, ხო? აქ არის ძალიან კარგი ფრაზა rush things, რაც ნიშნავს აჩქარებას. აი, წყვილებზე რომ ამბობთ ხოლმე რომ არ აჩქარდე, ქართულად ხო ესე ვეუბნებით, არ აჩქარდე, კარგად დაფიქრდი, ინგლისურად ეს არის don't rush things. ანუ არ აჩქარო რაღაცეები. სიტყვა thing-ი ინგლისურად უნდა, ლამაზია უბრალოდ. და მარტო პარტნიორულ ურთიერთობაში კი არა, სხვაგანაც გამოიყენება. მაგალითად, სადაც სიტყვაზე სამსახურში, რა ვიცი, ჩემი საქმეები ნელ-ნელა მიდის წინ და არ ცდილობენ რომ დამოწინაურონ, ან ასე შემდეგ და არ ცდილობენ რომ რაღაცები ააჩქარონ. მოკლედ, ნებისმიერ სიტუაციაში rush things შეგიძლიათ რომ გამოიყენოთ. We want to spend time traveling. ჩვენ გვინდა რომ გავატაროთ რომ მოგზაურობაში. The world სოფლიოს გარშემო together and really getting to know each other და მართლა რომ კარგად გავიცნოთ ერთმანეთი. აქ ძალიან კარგი გამოთქმა არის get to know each other, რაც ნიშნავს ერთმანეთის გაცნობას, თუმცა each other შეგიძლია რომ არ თქვათ და უბრალოდ get to know უკაცრავად get to know არის გაცნობა. მაგალითად თქვენ რო თქვათ რომ ჩვენ ნათია გავიცანით გაკვეთილებზე, უნდა თქვათ we got to know Natia. ანუ მიხვდით, ადამიანის გაცნობა არის get to know. კარგით? მერე, I think you and Caroline are wise to get to know each other well before tying the knot and walking down the aisle. ხა ძალიან კაი ორი გამოთქმა. მე ვფიქრობ, რომ შენ და კაროლინი ხართ ბრძენები, ზოგადად wise არის ბრძენი, ეხლა ბრძენი ძალიან არ უხდება. ჭკვიანები, მოდი ასე ვთქვათ. მე ვფიქრობ, რომ შენ და კაროლინი ხართ ჭკვიანები, რომ ერთმანეთი გინდა გაიცნოთ კარგად, იქამდე სანამ რა. Tying the knot.
ძალიან ლამაზი გამოთქმა, რომელიც მხოლოდ სასიყვარულო ურთიერთობაში გამოიყენება და ნიშნავს მას როგორ ვთქვათ, tie არის შეკრა, დაკავშირება, not არის კვანძი. ან რაღაცა ძირითადი მომენტი და tying the knot ნიშნავს ქართულად ერთმანეთს ბედი რო დაუკავშირო. ზუსტად ეგ არის. ქართულად რომ ამოვთხოვნა ერთმანეთს სანამ ბედს დავუკავშირებთ, ხო ძალიან ლამაზი გამოთქმა ქართულადაც, ინგლისურადაც ძალიან ლამაზი გამოთქმა არის tying the knot. ანუ ჭკვიანურია რომ გინდათ ერთმანეთი გაიცნოთ იქამდე სანამ ბედს დაუკავშირებთ, ეს არის ძალიან კარგი იდიომა და მერე walking down the aisle სიტყვით ნიშნავს და სანამ გაივლით რიგებს შორის, იმიტომ რომ aisle არის რიგი და walk down არის გავლა, მაგრამ ესეც არის იდიომა ბავშვებო და ნიშნავს დაქორწინებას. ეხლა walk down the aisle რატო არის? იმიტომ რომ კათოლიკურ ეკლესიებში, როდესაც წყვილი ქორწინდება, პატარძალი ხო მიდის მამაკაცამდე ნებს შორის ხო სხედან მაყურებლები ეკლესიაში ხო სხვანაირი რიტუალია და პატარძალი ხო ესე გადის ფეხით მამასთან ერთად მანძილს სკამებს შორის. სკამებს შორის მანძილი ინგლისურად არის aisle და აი მაგ პროცესს, როდესაც პატარძალი მიდის თავის მომავალ ქმართან, მამასთან ერთად, მაგ წასვლას, მაგ პროცესს ქვია walking down. ანუ ესე walking down the aisle. ეს არის მეტაფორულად, იდიომატურად ნათქვამი გამოთქმა და იგივეა რაც დაქორწინება. ძალიან ლამაზად ჟღერს ინგლისურად. ჩვენთვის მართლმადიდებლებისთვის, რა თქმა უნდა, ეს ფრაზა ასრს კარგავს, იმიტომ რომ ჩვენ ესე არ ქორწინდებით ეკლესიაში და ჩვენ არ დავდივართ ესე walking down, ესე არ მივდივართ ჩვენ იმამდე. მაგრამ ვისაც სიტყვაზე ხა სამოქალაქო ქორწილსაც ესე აკეთებენ ხოლმე ახლა პრინციპში უკვე. ახლა ჩვენთანაც ასე რომ ნუ შეიძლება გამოიყენონ ერთ სიტყვით. Tying the knot არის ბედის დაკავშირება. და walking down the aisle მოდი ვთქვათ რომ არის დაქორწინება. ოღონდ ძალიან ლამაზად არის ნათქვამი ინგლისურად. ესეც შეიძლება იყოს ბედის დაკავშირება ღვთის წინაშე, ესე დავარქვათ, იმიტომ რომ ეს ეკლესია იგულისხმება აუცილებლად აქ. ქართულში ეკლესიას ვერ ვიგულისხმობთ, იმიტომ რომ ქართულში ახლა ეგრე არ ხდება. ხო? მოკლედ, ჩემი აზრით, ჭკვიანები ხართ, რომ სანამ ბედს დაუკავშირებთ ერთმანეთს და ეკლესიურად, ასე ვთქვათ, ერთად იქნებით, მანამდე ერთმანეთის გაცნობა გინდათ. ეს იძახის მერე definitely ნამდვილადო I want to make sure we are right for each other before we get married. მე მინდა რომ დავწმუნდე რომ ჩვენ ვართ შესაფერისი. Right, ბავშვებო, აქ არის შესაფერისი. Right არის სწორი, right არის მარჯვენა, right არის უფლება და right ასევე არის შესაფერისი, რო იცოდეთ. მე მინდა დავწმუნდეო რომ ჩვენ ვართ ერთმანეთის შესაფერისი, სანამ ჩვენ დავოჯახდებით. Before making a lifelong commitment. იქამდე სანამ გავაკეთებთ lifelong არის ცხოვრების ბოლომდე ჩართულობა, ასე ქართულად ძალიან სულად გამოდის. ეხა აგიხსნით. Lifelong არის ძალიან კარგი სიტყვა. დანიშნავს ცხოვრების ბოლომდე, ქართულად რომ ვთქვა სიკვდილამდე, ან არ მომწონს ეს ცხოვრების ბოლომდე იყოს, მოდით. აქ არის ბავშვებო ძალიან კარგი ფრაზა make a commitment. აი ეს make a commitment და make a commitment ნიშნავს როდესაც წყვილი არის ერთად იქამდე სანამ დაოჯახდებიან ხდება აი ეს make a commitment და ძირითადად ამას პირველ ნაბიჯს გავს ხოლმე კაცი. აი მაგალითად ინგლისურ ენაში მე შენ მიყვარხასაც კი თავისი საფეხურები აქვს მამაკაცი როგორ გეტყვის. და აი მამაკაცი თუ გეუბნება რომ I wanna make a commitment ეს უკვე ნიშნავს რომ მე უკვე ამ ურთიერთობას ვუყურებ სერიოზულად. აი ურთიერთობის გასერიოზულება იქნება make a commitment. ხო აი ხა მომაგონდა უცებ ქართულად. მოკლედ თავიდან ხო ხვდებიან ერთმანეთს და როგორც კი მიხვდებიან რომ ეს ურთიერთობა არის სერიოზული და უნდათ რომ დაასერიოზულონ, თქვათ მშობლებს ერთმანეთს გააცნობენ პირობას და დებენ რომ არავის სხვას აღარ შეხვდებიან, აი ეს ურთიერთობის გასერიოზულება არის make commitment. Okay, ბავშვებო. იქამდე სანამ ურთიერთობას გავასერიოზულებდეთ და ცხოვრების ბოლომდე ერთად ვიქნებოდეთ. აი ეს იქნება ქართული თარგმანი. ძალიან ლამაზი გამოთქმა არის make a commitment. ძალიან ინგლისურად. მერე, what about you, Maria? ეკითხება, რა მოხდა მარია? შენსკენ რა ხდებაო? What happened with you and Peter? რა დაგემართათ შენ და პიტერს? მერე ამბობს, it started off so great. ისეთი კარგად დაიწყო. ბავშვებო, აქ არის სიტყვა off. Starts მოყვება off. და მე მგონი ერთ-ერთ გაკვეთილზე გითხარით, რომ start-ი კი არის დაწყება, მაგრამ როდესაც საუბარია რა გაკვეთილზე შეგხვდა ზუსტად. როგორ შემეშინ? რა მშვენება?
როგორც ცირა. იმე როგორ შემოშვა. ფილზე შეხვდა. აუ არა და ხო ვიცი რომ ამდენი ადამიანი ესწრება გაყოდეს და ნებისმიერ დროს შეიძლება ვიღაცამ რაღაცა თქვას, მაგრამ ისე გავერთე ამ ჩვენ მარტო ლაპარაკში და თან кайხანი არავის კითხვა რომ აღარ დაგისვამთ რომ შევხვდი ცირა. აი მე ძალიან დიდი ბოდიში უცე ჩვენ თაზე გამეცინა. ცირა რა თქვით ბოდიში სტარტაპზე? ნაგაკვეთილზე შეხვდა ზუსტად ეგ თქო. ხო, ძალიან სხვათა შორის რაღაცა თითქოს ახალი სიტყვასავით არის, იმიტომ რომ ხშირად ადრე არ იყენებდნენ ხოლმე. განა შეცდომა არის ოფი რო გამოგჩეთ რა. შეცდომა არ არის არანაირად აბსოლუტურად, უბრალოდ უფრო ამერიკული ვარიანტია. ყველაფერი დაიწყო ისე კარგი, სიტყვა ყველაფერი არ წერია, მაგრამ ითში ვიგულისხმება ბავშვობა უყურეთ. ითში ხო იგულისხმება ურთიერთობა. ეს ყველაფერი, რაზეც ლაპარაკი მიდის და მაგიტომ ვამბობ ყველაფერს, ხო? ყველაფერი დაიწყო ძალიან ისე კარგად, but it didn't last long. მაგრამ არ გაგრძელდა დიდი ხანი. Last არის გაგრძელება, რო იცოდეთ. We met at a party, ჩვენ შევხვდით წვეულებაზე. We hit it off right away. აქ არის ძალიან კარგი ფრაზული ზნა, hit it off. ესე არის ყოველთვის და ბავშვობა ნიშნავს ერთი ნახვით ადამიანს რო გაუგებ. შეიძლება იყოს პარტნიორი, შეიძლება იყოს მეგობარი, რა ვიცი, ძიძა, თუ გნებავ და ერთ ხელ რო ნახავდა რომ მოგეწონება რომ ჩემი შვილის ძიძა უნდა იყოს, მოკლედ ერთი ნახვით რო ადამიანს გაუგებ და იპოვი საერთოს, ეს არის hit it off. I thought it was love at first sight. აი გახსოვთ წინა გაკვეთილზე აგიხსენით at first sight რო იყო პირველივე შეხედრაზე თქო. მე ვიფიქრე რომ ეს იყო სიყვარული ერთი შეხედვით, კი არა და ერთი ნახვით. He was exactly my type. ის იყო ზუსტად ჩემი ტიპი. He was tall, brunette and athletic. ის იყო მაღალი, brunette, ანუ შავგრემანი და სპორტული. სპორტული არის ბავშვებო athletic, რო იცოდეთ კიდე ათლეტური, სპორტული. აღნაგობია იგულისხმება, ხო? I fell for him immediately და მე ის შემიყვარდა ეგრევე. აქ არის ბავშვებო ძალიან კარგი ფრაზული ზნა fall for რომელიც ნიშნავს შეყვარებას. ოღონდ სანამ გავაგრძელებ, თუ შეიძლება, მოდით 5 წუთი დავისვენოთ, წყალი აღარ მაქვს, გავალუცებ წყალს დავლევ. კარგით ბავშვებო. და 53 წუთია ისედაც უკვე გაკვეთილი მიდის. მოდი ზუსტად 5 წუთი დავისვენოთ, თუ შეიძლება, მოვალ ზუსტად 5 წუთში და მე გავაგრძელოთ აქედან. კარგით, ბოდიშით, მაგრამ 5 წუთი უნდა დამელოდოთ. აბა მოვალ ერთი წამით, წავალ უფრო სწორედ. დროებით ბავშვებო. всё, მოვედი. თვითონაც წასასწავლებლად. აი მე წეგანძელზე მეცნება როგორ შევხდი. ისეთი საჭმე იყო რაღაცნაირად. აი სადე ჩართო თვალი. აჰა. სად ვიყავით? აქ ხართ ხო ბავშვებო? ამაზე გეუბნებოდით, fell for-ზე გეუბნებოდით უფრო სწორედ. არის შეყვარება. ეს არის წარსულ დროში ჩასმული. ისე ახლანდელი დროში იქნება fall for. სხვათა შორის შეყვარება კიდე მგონია რომ გეცოდინებათ, არის fall in love.
ეს გეცოდინებათ. სიყვარულში ჩავარდნა, ასე ვთქვათ. და სხვათა შორის გადაყვარებაც არის ინგლისურად და ალბათ თქვენი აზრით როგორ იქნება? Fall არა, ქალბატონო თეა იწერება. ეხლა ხმის ამოღების ყველა შეეშინდებაო. არა, პირიქით დასვით ხოლმე კითხვები, თორე მეგონება რომ მარტო ვარ. უცებ მეგონა რომ მარტო ვიყავი და ეხლა გეტყვით რატომ მეგონა რომ მარტო ვიყავი, იმიტომ რომ პარასკევებით ვატარებ ხოლმე ისეთ გაკვეთილებს ხანდახან კი არა ყოველ პარასკევს. სადაც მიწევს ხოლმე მარტო ლაპარაკი. მთელი საათნახევარი ვლაპარაკობ მარტო, ძალიან ხშირად, იმიტომ რომ სულ 2-3 ბავშვია და ვერ ესწრებიან ხოლმე გაკვეთილს, მაგრამ მე მაინც ვატარებ, იმიტომ რომ მე ვიდეოს უყურებენ. ხო და იმ გაკვეთილებზე ვარ ხოლმე მარტო და ეხლა რადგანაც ეს ვარ, რა ქვია, ორსულადურად ბევრს ვერ ვმუშაობ რა და მიჩვეული ვარ სულ მარტო ლაპარაკს. უცებ რატომღაც მეგონა რომ მარტო ვიყავი და მაგითაც უცებ რო კითხვა დასვით, აღარ შემეშინდება, პირიქით კითხვები დასვით ხოლმე, მაგ დროს მე ვისვენებ წყალსოს ამაზე რომ no problem. ხოდა ეხლა რას გეკითხებოდით? ნახეთ, fall in love ხო არის შეყვარება თქო. ანუ აქ გვაქვს in და საინტერესოა თუ მიხვდებით როგორ არის გადაყვარება, ანუ ქართულად ისეთ სიტყვა არის, როგორ არის გადამიყვარდა ხო ამბობთ ხოლმე. გადაყვარება არის ბავშვი იქნება. out იქნება, აუცილებლად fall out of love. კი ბატონო, კი, იმიტომ რომ in ხო არის შიგნით, she და out კიდე პირიქით გარეთ, აი მიხვდით სწორად, ყოჩახ. fall out of არის. ხო და შეყვარება ხო იყო fall in love with, ამას with მოყვება, ოღონდ აი აქ ვის ჩავამატოთ და მაგისი სინონიმი არის კიდე fall for. ანუ ამბობს რომ I fell for him immediately. მე ის შემიყვარდა ეგრევე, მაშინვე. When I first saw you both together, ეხლა ეს ბიჭი ეუბნება რომ როდესაც მე თქვენ ერთად პირველად დაგინახეთ, I thought მე ვიფიქრე you were head over heels for one another. რომ თქვენ ყურებამდე იყავით შეყვარებულები. ნახეთ, ეს არის ძალიან კარგი იდიომა, be, აქ ეხლა უბრალოდ წარსულია were, ხო? Head over heels for one another. ან აი ესეც შეიძლება რომ დამთავრდეს წინადადება head over heels. Head არის თავი, heel არის ქუსლი და ჩვენ ვამბობთ რომ მე ვარ ყურებამდე შეყვარებული, ინგლისურად ამბობენ რომ მე ვარ თავიდან ქუსლამდე შეყვარებული, რაღაც ესე გამოდის. თავიდან ფეხებამდე შეყვარებული არ გამოდის ხო ქართულად. მაგალითად I am head over heels. ნიშნავს რომ ყურებამდე შეყვარებული ვარ. ეს რა თქმა უნდა არის ზუსტად იგივე იდიომა, რაც ქართულად ყურებამდე შეყვარებული და იმავე სიხშირით იყენებენ როგორც ჩვენ. მერე we were, დიო ვიყავითო ყურებამდე შეყვარებული. He completely swept me off my feet. მან მე ქართულად როგორ იქნება? მან მოიგო ჩემი გული. ქართულად ესე იქნება. მან ყველაფერი გააკეთა ჩემი გულის მოსაგებად. ხო, ესეც არის ოღონდ იდიომა, რა თქმა უნდა. და აი ეხლა ეს უცნაური იდიომა, იმიტომ რომ sweep ზოგადად არის დაგვა, რა შუაშია. აქ არის ჩასმული წარსულ დროში და feet არის ფეხი და ვიდეოში დააკვირდით ამ წინადადებას, როდესაც ამბობს ეს გოგო ფეხს წევს მაღლა. ამერიკულ ფილმებში ხო ეგრეა ხოლმე კოსმოსის გოგოები ფეხს რომ მაღლა წევენ ხოლმე. ხო და მასე აკეთებს ეს გოგოც და ანუ ეს ამბობს რომ აი ქართულად ვიტყოდით რომ აი გადამრია თავი ისე შემაყვარა, გამაგიჟა, აი ეს ვარიანტია. ესეც იდიომაა და რა თქმა უნდა იყენებენ მხოლოდ რომანტიკულ ურთიერთობებზე, როდესაც საუბრობენ. He was full of romance. სავსე იყო რომანტიკით. Romance არის რომანტიკა, ბავშვობა. He brought me flowers and chocolates, მას მოქონდა ყვავილები და შოკოლადები. She wrote me poems, მწერდა პოემებს. She took me on vacations. მას მივყავდი მე არდადეგებზე. She talked about our future together. ის საუბრობდა ჩვენს მომავალზე ერთად. It was beautiful, ლამაზი იყო და მერე უსვამს ძალიან საინტერესო კითხვას. So, what made you guys decide to split up? რამ გადაგაწყვეტინათ, რომ დაშორებულიყავით? Split up და break up, როგორც წერან გიტყვით, ერთი და იგივეა, ხო? ხო ვიწერ. წუთი? ხო. აქ ძალიან კარგად არის ბავშვობა ჩასმული სიტყვა make და წარსულ დროში წერია made. ნახეთ ქართულად არის რამ გადაგაწყვეტინათ, რომ დაშორებულიყავით. და არა რატომ გადაწყვიტეთ, რო ყოფილიყო. Decide იქნებოდა მხოლოდ და make აღარ იქნებოდა. როდესაც ქართულად ვამბობთ, გახსოვთ?
ახსნილი მაქვს ერთი ადამიანი რომ მეორე ადამიანს ემოციას გადასცემს, ვიღაცა რომ დაგასევდიანებს, ვიღაცა რომ გაგაბედნიერებს, ან ვიღაცა რომ რაღაცის გაკეთებას გაიძულებს, რომ გაგაკეთებინებს, იქ გამოიყენება სიტყვა made, ხო, გახსოვთ? ხო და what made you guys disguises ბავშვებო მე რო ვიყენებ ხოლმე იგივე შემთხვევა, აბა ბავშვებო რამ გადაგაწყვეტინათ რომ დაშორებულიყავით? ეკითხება. It turns out he was cheating on me. აღმოჩნდა რომ მღალატობდა. ძალიან კარგი ფრაზა არის it turns out, რომელიც უკვე რამოდენიმე ჯერ შევხვდა და ნიშნავს აღმოჩნდა რომ, აი ზუსტად ეგრე. მეტი თარგმანი ამას არ აქვს. It turns out აღმოჩნდა რომ, ან როგორც აღმოჩნდა, cheat არის ბავშვებო ღალატი და მოყვება წინდებული on, როდესაც საუბარი არის პარტნიორულ ურთიერთობაში ღალატზე, თუმცა cheat ასევე არის მაგალითად უილის თქმა, მაგალითად თამაშის დროს სიტყვაზე რაც ჯოკერს თუ თამაშობ და მე თუ ვიტყუები, მე ვამბობ I am cheating, ანუ ვიტყუები, ანუ აქ ღალატობ რა თქმა უნდა არ გამოვა, ხო? ანუ აი თამაშის წესების დარღვევა იწერება ნუგი, კი ბატონო. გამიზნულად, ოღონდ რომ ნებისმიერ რაღაცის კეთებისას გამიზნულად რომ იტყუები და აიშმაკობ და რაღაცა ხრიკობ და გინდა რომ ვიღაცა მოატყუო, ეგ არის cheat. თუნდაც სამსახურში მაგალითად სამსახური თუ 9-ზე იწყება და მე თუ მივდივარ 10-10 წუთზე და 10 წუთს ვიპარავ, ეგეც არის cheating. ბავშვებო, ოკეი, ხო? ანუ რაღაცას რო აკეთებ არასწორად გამიზნულად, ეგ არის cheating. ოკეი? და cheating არის კიდე სხვათა შორის გადაწერა. ისა შპარგალ კობანაც არის cheating. სკოლაში რო ერთი ბავშვი გადაიწერს მეორესგან, ეგეც არის cheating, რო იცოდეთ. მერე ეუბნება, oh Maria, that's awful. Maria როგორი ცუდია ესა. I am so sorry to hear that. სიტყვით ნიშნავს რომ წუხარ ამის მოსმენით, მაგრამ ითარგმნება როგორც რომ უირას ამბობ როგორი ძალიან ცუდია. Yes, it was horrible. ეუბნება ეს გოგო. კი, ეს იყო საშინელება. ჩვენ ამის მეტი აღარ მოგვისმენია. ამიტომ მოდი ახლა გავთიშავ და მოვუსმინოთ ამ მეორე ნაწილს კიდევ ერთხელ. cheat და საყვარლობა სიტყვა არის ღალატს თუ არ ჩავთვლით ისე სხვათა შორის ინგლისურ ენაზე. კარგით, მოდი აბა გადავახვევ ახლა და მოვუსმინოთ just a second. აი ასეთღაც აი აქედან უნდა დაიწყოს, ой, რამდენი ხანი გაგვირჩევია. კარგით, დავიდა. ой, ბოდიშით არ გამიზიარებია, ბოდიშით მე კიდე ჩავთვე და ვუსმენდი ერთი წამით. აი ესე. Okay. Right. No way. I'm not ready to get engaged yet. I think Caroline and I have chemistry. We love being together, and I'm very attracted to her. But I don't think either of us is ready to settle down yet. I think she would be shocked if I proposed to her this soon. We definitely don't want to rush things. We want to spend time traveling the world together and really getting to know each other well. I think you and Carolyn are wise to get to know each other well before tying the knot and walking down the aisle. Definitely. I want to make sure we're right for each other before making a lifelong commitment. What about you, Maria? What happened with you and Peter? It started off so great, but it didn't last long. We met at a party. We hit it off right away. I thought it was love at first sight. He was exactly my type. He was tall, brunette, and athletic. I fell for him immediately. When I first saw you both together, I thought you were head over heels for one another. We were. He completely swept me off my feet. He was full of romance. He brought me flowers and chocolates. He wrote me poems. He took me on vacations. He talked about our future together. It was wonderful. So what made you guys decide to split up? It turns out he was cheating on me. Oh, Maria, that's awful. I'm so sorry to hear it. Yes, it was horrible.
He was having an affair with his Okay, მეტი აღარ მოგვისმენია ბავშვობა, მოდით გავაგზავნოთ, მოვისმინოთ კიდევ 2 წუთი, კარგი? coworker. When I აქ კარგად მინდა რომ გავიგოთ ეს წინადადება ერთი წამი. Hear it. Yes, it was horrible. He was having an affair with his coworker. When I found out, I immediately broke it off with him. I didn't need to put up with his bad behavior. Good for you for dumping him. He doesn't deserve a good woman like you. Well, that's not the whole story. A week later, he came to my apartment and begged me to get back together with him. I told him I would go out with him again if he promised to be faithful to me. We made up and things went well for a few weeks. But then, Oh no. What happened? I found out he had a crush on my best friend. He asked her out and they went on a date. I found all of their messages on Peter's cell phone. მოემზადე სამეგობრო შეხვედრისთვის. გამოიძახე სასუსმავი 2 ნაბიჯის აპლიკაციით. აღმოჩნდა, რომ Evolution-ში ზაფხულში ძალიან კარგი პირობები აქვთ. ანაზღაურება თვეში 2. მოვიდე. That's terrible. I know. This time, I broke up with Peter for good. I refused to be in an on and off again relationship. I am still so upset with him, and I am very mad at my friend. I worry I will never get over it. I really thought he was the one, but it seems it was not meant to be, though. I'm so sorry, Maria. It will get better. You deserve to date someone who respects you. You know what they say, there are plenty of fish in the sea. You'll find a good guy. Are you seeing anyone at the moment? No, I'm single. Would you like me to set you up with someone? I have a nephew who would be just your type. I think he would be a perfect match for you. He's cute, funny, and intelligent. I'll give him a call and see if he would be interested in meeting you for coffee. Thanks, Beth. You were very nice, but I don't like going out on blind dates. I prefer to know my date. კარგი, ძალიან საინტერესო სიტყვებია, ცოტა თითითი კი არის. ხო, აბა რა დრამები გადაუტანია. ვაიცადე, აბა ერთი გავაზია, რომ ამ სიტყვები მომწონს ძალიან. იმედი ეგ სიტყვები არ დაგჭირდება არასოდეს მაგ დრამებისთვის, მაგრამ კაი სიტყვები, იმიტომ რომ ფილმებში ძალიან ხშირად არის ხოლმე და უნდა ვიცოდე. ესე იგი, ცოტა ვეცდები, რომ ავაჩქარო ჩემი ახსნის ტემპი, რომ ძალიან დიდი ხანი თქვენც ვერ დაგყალოთ. აქ იყო ესე იგი, რომ საწავედი. ხო, ბოლოს რო ვთქვა, რომ yes, it was horrible, ანუ საშინელება იყო, რომ უღალა და გახსოვთ და he was having an affair with his coworker. Have an affair ბავშვებო ნიშნავს დამალული ურთიერთობის ქონას, ძალიან ისე რომ ვთქვა, რბილად, ისე მოკლედ საყვარლის ქონას ნიშნავს, ყოლას ნიშნავს having an affair. აი ეს ცალკე არაული სიტყვა affair ზოგადად ხანდახან ითარგმნება ასევე როგორც საქმე, რო იცოდეთ. მაგრამ have an affair არის საყვარლის ყოლა. Okay, ხო? ანუ მას ყავდა საყვარელი, ჩვენ ესე ვიტყოდით, ის იყო დამალულ ურთიერთობაში, უფრო ლამაზად რო ვთქვათ, მის თანამშრომელთან, coworker არის თანამშრომელი. When I found out, როდესაც გავიგე, როდესაც აღმოვაჩინე, ესეც არის ბავშვებო ფრაზული ზნა, როდესაც გავიგე, როდესაც აღმოვაჩინე, I immediately broke it off with him. მაშინვე დავამთავრე ყველანაირი ურთიერთობა. ნახეთ ბავშვებო, ეს ვიღაცები შემოდიან. აქ არის ძალიან კარგი ფრაზული ზნა, broke it off with. აი ესე მოყვება. ცოტა რთული სიტყვა არის, იმიტომ რომ ნახეთ რა მხელა, თუმცა ძალიან კარგი ფრაზაა და ნიშნავს ურთიერთობის დამთავრებას. აი პირდაპირ ეგრეა. დაამთავრე ურთიერთობა. მე ეგრევე დავამთავრე ურთიერთობა მასთან. I did not need to put up with his bad behavior. არ მჭირდებოდა, რომ ამეტანა მისი ცუდი საქციელი. აქ ძალიან კარგი სიტყვა არის put up with, რაც ნიშნავს ატანას, იცით რა ნიშნავს, აი ტოლერანტობას, აი როგორი ატანა, იცით, აი მე რო არავიტან სხვის შეურაცხყოფას. აი ეს ატანა არის put up with. გაძლება ნათქვამი. გაძლება არა.
გაძლება კიდე სხვანაირადაც არის. გაძლება უფრო არა, ხო აი ატანა არის რა, რო არა იტან ცუდი უბრალოდ ადამიანის არასწორ საქციელს. აი ეს არის put up with, ხო? არავიტან შენს ტონს, არავიტან შენს ასე შემდეგ. ატანა არის, დიახ. ძალიან კარგი ფრაზულისნა და ძალიან ხშირად გამოიყენება, იმიტომ რომ ატანა სხვანაირად არ არის ბავშვობა. უბრალოდ სულ უარყოფით კონტექსტში გამოიყენება, რა თქმა უნდა. არ ვაპირე, ანუ I didn't need, ანუ არ ვაპირებდი, ქართულად ესე იქნებოდა, არ მჭირდებოდა არაფერში მისი ცუდი საქციელის ატანა. Good for you. სხვა შორის I didn't need არ არის, არ მჭირდებოდა მაინც ესეც როგორი ვარიანტია, რატო უნდა ამეტანა მისი ცუდი საქციელი ქართულად სიმართლე რომ გითხრათ, უბრალოდ რთული გრამატიკული ფორმა, ვისაც გახსოვთ გრამატიკულ ფორმაში ნასწავლი have to, რომელიც არის მიწევს და რომელიც წარსულ დროში რამოდენიმე მომიწევს. და კი, დიახ, და რომელიც რამოდენიმე ჯერ ჩვენ შეხვდა წარსულ დროში და გახსოვთ იქ გითხარით ესე ითარგმნებოდა რა უცილებელია, რა საჭიროა. გახსოვთ? აი კიდე ვისწავლით ამას გრამატიკაში, აი იმის სინონიმია ბავშვებო ეს need. უბრალოდ ცოტა რთული მოდალური ზნა არის, need აქ არის მოდალური ზნა. ვისწავლით მე მომავალ გრამატიკაში და იცით როგორი ვარიანტია ეს უფრო სწორი იქნება ქართულად თუ ვიტყვით რომ არაფერში არ მჭირდებოდა ამის ცუდი საქციელის ატანა ან რა საჭირო იყო რომ ამეტანა მისი ცუდი საქციელი აი რატო უნდა ამეტანა მისი ცუდი საქციელი აი ეს ვარიანტია კარგით ხო მერე ეს ბიჭი ეუბნება good for you ეგრე აჯობებს შენთვის ეს ძალიან კაი გამოთქმა good for you ნიშნავს რომ შენთვის ეგრე აჯობებს ყოჩაღ კიდე მაგასაც ნიშნავს for dumping him რო აეგრე მიატოვა ძალიან კარგი თანამედროვე სიტყვა არის dump და dumping ნიშნავს რომ გოგო ან ბიჭი ერთმანეთს რომ მიატოვებენ აი ესე უცებ აი ესე ყოველგვარი ახსნა გარმატების გარეშე რომ მიატოვებენ აი ამას ქვია dumping მიტოვების რამოდენიმე ვარიანტი არსებობს კიდე სხვა შორის ერთ-ერთ კაკოციზე აგიხსენით თქვენ იყავით თუ სხვა არ მახსოვს მიტოვების ერთ-ერთი ფორმა არის კიდე ghosting თქვენ ჯგუფი იყო იმიტომ რომ სალი მახსოვს რატომღაც ghosting იყო კიდე მიტოვება ghost არის მოჩვენება და ghosting არის ძალიან საინტერესო მიტოვება. Ghosting არის, როდესაც ადამიანი მიგატოვებს ისე, რომ არც არაფერს აგიხსნის და საერთოდ რო გაქრება შენი ცხოვრებიდან. აი, რო ვერ მიხვდები რა მოხდა, აი ეს ghosting არის მიტოვება. ანუ უყურეთ, dumping რო არის ადამიანს რომ მიატოვებ აეგრე უცებ ახსნა განმარტების გარეშე და ოღონდ შეიძლება არ გაქრეს შენი ცხოვრებიდან. უბრალოდ მიატოვე, მაგრამ რა ვიცი, შეიძლება სამსახურში ხვდები ყოველ მეორე დღე, მაგრამ ghosting არის რომ ადამიანი ისე მიგატოვებს რომ იმასაც რო არ გეუბნება რომ მიგატოვა. უბრალოდ რო გაქრება შენი ცხოვრებიდან, აი ეს არის ghosting, okay? ხო, სიტყვაზე რა ვიცი, ერთი ბიჭი წერდა მეორე გოგოს და მეორე დღეს აღარც წერს, აღარც ურეკავს, აღარც ნახულობს. არც ახსნა განმარტებას აძლევს და რომ მიატოვა, მაგასაც არ ეუბნება. აი ეს არის ghosting. ძალიან ახალი ტერმინია სხვა შორის ეს ghosting-ი. მერე, he does not deserve a good woman like you. ის არის მსახურებს შენაირ კარგ ქალს. სხვათა შორის აი ქართულად რო თქვი, კარგი ტერმინია ghosting-ი თქო. ქართულადაც ეგრე ამბობენ უკვე ghosting-ი და იმიტომ თქვი ახლა ქართულად ესე. Well, that's not the whole story. ეს კი არა ყველაფერი. აქ არის ძალიან კარგი გამოთქმა the whole story. სიტყვით ნიშნავს მთლიანი ისტორია. ქართული ვარიანტია რომ ჯერ სადახარ, მოიცა არ დამთავრებულა. აი ეგეთი ვარიანტია. არ დამთავრებულა ჯერ ჩვენი ამბავი მოიცადე, აი ეს არის. A week later, ანუ ერთი კვირის მოგვიანებით, he came to my apartment, მოვიდა ჩემს ბინაში and begged me to get back together with him. და მე ხვეწებოდა რომ შევრიგებულიყავით. აქ არის ძალიან კარგი ფრაზული გამონათქვამი to get back together with. რაც ნიშნავს შერიგებას. გრძელი სიტყვა, მაგრამ ეგრეა რა უნდა ვქნათ. Get back together. ანუ ერთად დაბრუნება. ნახეთ, თუ გრებოთ ეს დაიმახსოვრეთ. I told him I would go out with him. მე ვუთხარი მას რომ მე მასთან დავბრუნდებოდი. Go out უნდა აგიხსნათ კიდე ძალიან კარგია. Again, ისევ if he promised to be faithful to me. თუ დავბრუნდებოდა რომ იქნებოდა ერთგული. Faithful არის ერთგული. ბავშვებო, აქ არის კიდე ძალიან კარგი სიტყვა go out, რაც ნიშნავს აემნებზე სიარულს ადამიანთან როგორ იქნება ქართულად? მე გითხარით ახლა დაბრუნება, ხო, რომ მასთან ყოფნა არის ერთ სიტყვით. აი, მაგალითად, თუ ამბობ, რომ Salome is going out with Nick. იქნება, რომ Salome ხვდება Nick-ს. აი ეს არის. თითქმის იგივეა, რაც C.
go out ზოგადად გარეთ გასვლას რომ ნიშნავს, ვიცით, ყველა გარეთ გასართობას გასვლას, მაგრამ პარტნიორულ ურთიერთობაში go out ნიშნავს, რომ ერთი ადამიანი ხვდებოდეს მეორეს და ესენი დადიოდნენ ერთად პაემანზე სისტემატიურად, ოკეი? hang out, ხო, იგივე. როგორ იგივე? hang out. არა, hang out თქვით თქვენ? დიახ. ნახე, hang out, აი ეს იკითხა ბავშვებო უყურეთ. hang out არ არის მარტო hang out არის უბრალოდ ისე. hang out არის უბრალოდ გარეთ გასვლა, არაფრის კეთება. გატარება, ხო, არაფრის კეთება, ხო. დროის გატარება, დიახ. ოღონდ hang out არ არის პარტნიორული ურთიერთობის სიტყვა. hang out არის ძალიან ჩვეულებრივი სიტყვა. აი მე და ნუცა რო გავდივართ და just hang out, ეგეც არის hang out. მაგრამ აი go out არის იმენ არა იყო literally აი პარტნიორულ ურთიერთობაში რო არის. აი მაგალითად მე რო ვთქვა რომ აი მე და პატა სანამ დავოჯახდებოდით ერთი წელი დავდიოდით ერთად. აი ეს ერთად სიარული არის go out. ნახე როგორ იქნება we went out for 1 year სიტყვაზე. აი ეს არის ამ შემთხვევაში hang out აქ არ შეიძლება. hang out კიდე სხვა რაღაცა. date რაც არის იგივეა go out. ხო, იგივეა. კი, პრინციპში იგივეა, ხო. date არის პაემანი, ოღონდ უყურე date არის პაემანი არსებითი სახელი. და went out არის უკვე პაემნებზე სიარული. ანუ შეხვედრა, ანუ ზმნა არის ერთ სიტყვით. უბრალოდ სიტყვა პაემანი აქ აღარ არის. ისედაც იგულისხმება go out-ში სიტყვა პაემანი, ანუ მიხვდით? აი ქართულად როგორ თქვი წერან, ერთი წელი დავდიოდით ერთად. ხო, აი ერთად სიარული გამოდის. მოკლედ, თუ დამპირდებოდაო, რომ შევვრიგდებოდით, დამპირდებოდა, რომ იქნებოდა ერთგულიო. We made up ბავშვებო ნიშნავს შერიგებას, ერთ-ერთი მნიშვნელობა აქვს, ესეც დაიმახსოვრეთ. ჩვენო შევრიგდით. And things went well და კარგად მიდიოდა რაღაცები for a few weeks. რამოდენიმე კვირით, მოდი ამას გავაწითლებ. But then, მაგრამ მერე, oh no, იქ ერთი გოგო იძახის. What happened? რა მოხდა? I found out, აღმოვაჩინე, he had a crush on my best friend. რომ მას თურმე მოსწონდა ჩემი საუკეთესო მეგობარი. Have crush-იც ახსნილი მაქვს თქვენთან როგორც მახსოვს და ნიშნავს ვიღაცა რომ მოგწონს. ანუ მოკლედ have crush არის ვიღაცა რომ მოგწონს. crush დარწმუნებული ვარ გეცოდინებათ. დავქრაშეო რომ ამბობენ ხოლმე ქართველი თინეიჯერების ძალიან საყვარელი სიტყვა. ვქრაშავ. არ გავს გაგონილი ეს რომ ამბობენ ხოლმე ახლა ჩვენი თინეიჯერები. იყენებენ. ნიშნავს რომ ვიღაცა მოგწონს, აი ეს არის crush-ი. და ანუ აღმოვაჩინეო რომ მას მოსწონდა ჩემი საუკეთესო მეგობარი. და on მოსდევს კიდე აი ამას დააგვირდით, ხო? Have crush on somebody. აი ეს on აუცილებლად უნდა. He asked her out and they went on a date. მან დაპატიჟა ის პაემანზე. აქ არის ბავშვებო ძალიან კარგი ფრაზა და ეს არის ask out, რომელიც ნიშნავს ყოველთვის მხოლოდ და მხოლოდ პაემანზე დაპატიჟებას. ანუ მხოლოდ სასიყვარულო ურთიერთობაში. Ask out არის პაემანზე დაპატიჟება. მან დაპატიჟა ის პაემანზე და ისინი ერთად წავიდნენ პაემანზე. სიტყვა პაემანი აქ აღარ წერია, მაგრამ იგულისხმება. მან დაპატიჟა და ისინი წავიდნენ პაემანზე. I found all of their messages on Peter's cell phone. ვიპოვე მათი ყველა მესეჯები პიტერის ტელეფონში. That's terrible. მართლა რა დრამები გადაუტანია ეს საშინელება არის. I know, იძახის ვიციო. This time, ამჯერად, ეს ძალიან კაი ფრაზა, ამჯერად, ნახეთ და არა ამ დროს, გოგოებო, ბიჭებო, ამჯერად, I broke up with Peter for good. I for good to me. Times, it's this time. როდესაც არის იგივე ნიშნავს? არა, იგივეს არ ნიშნავს, ეგ სხვა რაღაცა არის, this time სხვა რაღაცა. ზოგადად time ძალიან კარგი სიტყვა არის და ძალიან ბევრი გამოთქმები არსებობს მაგაზე. თქვენ რაც თქვით, ეგ სხვა რაღაცა არის, this time ნიშნავს რომ ამჯერად. აი ეხლა უკვე, აი ეს არის ეხლა უკვე. I broke up with him for good. დავიშალე კი არა და დავშორდი მას სამუდამოდ. For good არის ბავშვებო ძალიან კარგი ფრაზა, რომელიც თუ არის 100 წელი ვერ მიხვდები რას ნიშნავს. For good ნიშნავს სამუდამოდ, ძალიან უცნაურია. დავშორდი მას სამუდამოდ. I refuse to be და უარი ვთქვი რომ ვიყო, მე არის ძალიან კარგი ფრაზა on and off relationship. Again აქ ჩამატებული აქ ახლა again შეიძლება რომ არ იყოს ხოლმე ხანდახან on and off relationship არის რა თქმა უნდა მხოლოდ სასიყვარულო ურთიერთობაზე ისეთი ურთიერთობა, როდესაც წყვილი ერთმანეთს ხან შორდება, ხან რიგდება, მერე ისევ შორდება, მერე ისევ რიგდება. შეიძლება შეყვარებულები იყვნენ, შეიძლება წყვილქმარნიც იყვნენ, არ აქვს მნიშვნელობა. როდესაც წყვილი რიგდება და შორდება და ეს ხდება მუდმივად და რამოდენიმეჯერ,
ასეთ ურთიერთობას ქვია on and off relationship. ანუ მე უარს ვამბობ ვიყო ისეთ ურთიერთობაზე, სადაც ხან შორდებით, ხან რიგდებით, ხან შორდებით, ხან რიგდებით, არასტაბილურ ურთიერთობაზე. ქართულად ესე ვიტყოდით, ძალიან კარგი გამოთქმა ესეც ბავშვებო. I am still so upset with him. მე ჯერ კიდევ ისეთი გაბრაზებული ვარ მასზე. Upset with არის ბავშვებო გაბრაზებული იყო ვიღაცაზე. And I am very mad at my friend. და რა თქმა უნდა მე გაბრაზებული ვარ ჩემს მეგობარზე. ეხლა უყურეთ გოგოებო, ბიჭებო, upset ხო არის გაბრაზება. Mad არის გაცოფება. ანუ upset ხო არის ძალიან გაბრაზება და mad არის კიდევ უფრო ძალიან გაბრაზება. და მე გაცოფებული ვარ, ქართულად ესე ვიტყოდით, ანუ ძალიან გაბრაზებული ვარ ჩემს მეგობარზე. Mad's მოყვება at, ეს და ამას დააგვირდით და upset's მოყვება with. აი ამას დააგვირდით, ხო? I worry I will never get over it. ვღელავ რომ ვერასოდეს გადავიტან ამას, ვერასოდეს დავივიწყებ ამას. Get over ძალიან კარგი ფრაზული ზნაა და ნიშნავს გადატანას, დავიწყებას, რაღაცა რთული პერიოდი რომ უკან ჩამოიტოვა. I really thought he was the one. მართლა მეგონა რომ ის ერთადერთი იყო. აი ესე ძალიან კარგი გამოთქმა არის the one. ძალიან ლამაზი გამოთქმა ინგლისურად. ზუსტად ეს არის რაც ქართულად ის ერთადერთი ადამიანი, იგივე რაც პრინციპში soulmate. Okay, ხო right person. ძალიან ლამაზია ეს ინგლისურად. But it seems, მაგრამ ჩანს, როგორც ჩანს, it was not meant to be. აი ეს ბავშვებო, ეხლა აქ უარყოფითია, მაგრამ როგორც ჩანს, ეს ქართულად როგორ იქნება? ესე არ იყო ჩვენთვის დაწერილი, მოიცი ქართულად როგორ იქნება? ქართულად რომ ამბობთ ხოლმე რომ ზეცაშია ეს გადაწყვეტილი ამათი ამბავი, ხო ეგრე ამბობთ ხოლმე ქართულად, ხო? რაღაცა რომ მოხდება, მაგალითად, ცუდი და რომ ამბობთ ესე უნდა მომხდარიყო. ან კარგი რომ მოხდება რაღაც და რომ ამბობთ რომ ამათი ამბავი ზეცაშია გადაწყვეტილი, ანუ როდესაც ვამბობთ რომ ბედმა გადაწყვიტა ბედის წერა, კი ბატონო გურამ ზუსტად ხო აი ბედის წერა, ან არ გვეწერა, კი ბატონო სალი, უარყოფითი არ გვეწერა იქნებოდა ნამდვილად. მაგრამ როგორც ჩანს, ჩვენ ეს არ გვეწერა, აბსოლუტურად ეგ არის კი. აი ძალიან ლამაზი ფრაზა არის, აი ეს meant to be. აი ეს არის აქ ფრაზა ბავშვებო. უბრალოდ it was not. აქ ჩამატებული აქ, იმიტომ რომ წარსულ დროზეა საუბარი. მე თუ ეხლა ვამბობ, რომ ესე უნდა ყოფილიყო, ესეა დაწერილი ბედის წერა, იქნებოდა it is meant to be. და ძალიან ლამაზი ფრაზაა, okay, ხო? I am so sorry, Maria. It will get better. როგორ წუხარ, Maria? It will get better არის ძალიან კარგი დამამშვიდებელი ფრაზა სხვათა შორის. ნიშნავს, რომ უკეთესი გახდება. ანუ გაუმჯობესდება, ანუ უკეთესად იქნები, აწყნარებს, რომ ნერვიულობ უკეთესად იქნებიო. You deserve to date someone who respects you. შენ იმსახურებ, რომ იარო პაემაზე ვიღაცასთან ან შეხვდე იმას, ვინც პატივს გცემს შენ. You know what they say? ხო იცი რასაც ამბობენ? There are plenty of fish in the sea. რომ ზღვაში არის ძალიან ბევრი თევზი. ეს არის ზუსტად იგივე, რაც ქართულად იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბახნებას. რა თქმა უნდა, ამას ახლა ხშირად ვერ გაიგებთ, იმიტომ რომ ძალიან სასიყვარულო ეს არის ურთიერთობების სიტყვა, რომ ერთი რო წავა არის ნერვიულო, მეორეც მალე მოვაო. ეგ ვარიანტი არის ზუსტად ქართულად რაც არის. Fish არის თევზი, sea არის ზღვა და შენ ხო იცი რაც ამბობენ რომ ზღვაში ბევრი თევზია. You will find a good guy. შენი პოვი კარგა guy ადამიანს ამ შემთხვევაში. მე მეკითხება, are you seeing anyone at the moment? ეხლა ვინმეს ხვდები? No, I am single. არა, მარტო ხელა ვარ, მარტო ვარ, უბრალოდ მარტო ხელა ცუდად ჟღერს ქართულად, მარტო ვარ. Would you like me to set up with someone? გინდა ორო ვიღაცას შეგახვედრო? სხვათა შორის ჩვენ რომ გვგონია რომ ამერიკაში, ევროპაში და ზოგადად დასავლურ კულტურაში მაჭანკლობა არ არის მიღებული, ძალიანაც ცდებით ვისაც გგონიათ. ძალიან მიღებულია დასავლურ კულტურაში, ამერიკაში, ევროპაშიც მაჭანკლობა. სხვათა შორის, ოღონდ ხო, ნუ მაჭანკლობა არ გამოდის პრინციპში, მეგობრები ცდილობენ ხოლმე რომ ერთი მეგობარი მეორეს გააცნონ და მთელ ამბებში არიან ხოლმე და ძალიან ჩვეულებრივი ამბავია ეგ, გარიგებით რო ხდება ხოლმე. ასე ვთქვათ. და აი ეს მაჭანკლობა, გარიგება, მოწყობა რო ერთი ადამიანი შეახვედრო მეორეს, ინგლისურად არის set up ბავშვებო, აი ეს. ზოგადად ეხლა რა თქმა უნდა set up უამრავ რაღაცას ნიშნავს. სიტყვა set არის უნიკალური სიტყვა. 400 მნიშვნელობა აქვს სხვათა შორის, ამას იმედად სადღაც კითხულობდი. ნუ 400-ვე ჩვენ არ გვჭირდება თავისთავად. და set up აქ ეხლა you არის აქ უბრალოდ ჩამატებული, ნიშნავს რომ ერთი ადამიანი შეხვედრო მეორე სასიყვარულო ურთიერთობის მიზნით. ამ შემთხვევაში
ისე დაინსტალირებასაც ნიშნავს კომპიუტერში რაღაცის, მაგალითად. არ გინდაო რომ შეგახვედრო ვიღაცას, ეუბნება. I have a nephew, მე მყავს ძმისშვილი, ანდიშვილი, ბიჭი, who would be just your type, რომელიც აი შენი ტიპი იქნებოდა. I think he would be a perfect match for you. მე მგონია რომ შენთვის იდეალური შესაფერისი იქნებოდა. სხვა შორის მაჭანკალი არის matchmaker, ცოტა მოძოლებული სიტყვა, მაგრამ დაგიწერთ მაინც არ გქონდეთ. რადგან მაჭანკლობაზე წავიდა საქმე, match ბავშვებო არის შეთავსება და match-ის ბიურო, მაგიტომაც ერქვა ძველად ჩვენთან ქორწინების სახლი რო იყო იქ დაბლა იმაზე ის ხიდთან, თავისუფლების მოედანთან, match-ის ბიურო ხო ერქვა, გახსოვთ, იმიტომ რომ ეს match არის შეთავსება, ანუ შეთანხმება, ანუ წყვილი რო ერთმანეთს ეთანხმებიან და ეთავსებიან, რაღაცა ეგეთი ლოგიკა. ხო და უკაცრავად matchmaker კიდე ნიშნავს მაჭანკალს. ოკეი? ანუ შეთავსების გამკეთებელი. მოკლედ თავის ძმისშვილზე ეუბნება რომ he is cute, funny and intelligent. ჭკვიანიაო, სასაცილოო და საყვარელი. I'll give him a call, ზარს მივცემ, გადავურეკავ and see if he would be interested in meeting you for coffee. და აბა ვნახავო იქნება და დაინტერესდეს რომ შენ შეხვდეს ყავაზე. Thanks, Bet, ეუბნება, მადლობა, Bet, you are very nice. ძალიან კარგი გოგო ხარო, but I don't like going out on blind dates. მაგრამ მე არ მიყვარსო blind date-ებზე სიარული. Blind dates, ბავშვებო, არის სიტყვით ნიშნავს ბრმა პაემანი. და blind date არის სწორედ ისეთი პაემანი, როდესაც მიდიხარ ადამიანთან პაემანზე, რომელსაც არ იცნობ, ასე ვთქვათ, და ვიღაცა რო შეგახვედრებს და პირველად რომ მიდიხარ პაემანზე ადამიანთან, რომელსაც არ იცნობ, იმიტომ რომ ვიღაცა შეგახვედრა, ვიღაცას უნდა რომ წახვიდე. მაგას ქვია ინგლისურად blind dates, okay, ხო? ძალიან თანამედროვე სიტყვა არის და ძალიან ხშირად იყენებენ. არ მიყვარსო სიარული blind date-ებზე, ანუ პაემნებზე. I prefer to know my date. მე ჩვენიაო რომ ვიცნობდე ჩემს dates. ანუ იმ ადამიანს, რომელიც რა ქვია, რომელთანაც მივდივარ პაემაზე. კიდე რაღაც უნდა მეთქვა date-ებზე და დამავიწყდა. კარგით გამახსენება მე გეტყვით. კარგით, ეს იყო ჩემი აზრით ძალიან საინტერესო სიტყვებია. ეხლა მოდით მოვუსმინოთ ბოლო ნაწილს და თუ არ დაიხალეთ, ბარემ ისიც გავარჩიოთ და მე დაგემშვიდობებით, სან არ დაგხალით. მოდი გავაგრძელებ, მოვუსმინოთ ეხლა ახალ ნაწილს. კარგით, ბავშვებო, ხო? აბა წავიდა. Have you tried to meet people on online dating sites? I met Caroline on a dating website. It can be tough to get into a relationship with someone you met online. I met one nice guy on the site, but he lives 6 hours away. And I'm not interested in a long-distance relationship. Well, I'm sure there's someone out there for you, Maria. You'll meet him when you least expect it. Life is always surprising. Hello. Hi. My name's Robert, and I'm the new graphic designer. It's a pleasure to meet you. I'm excited to be a part of the team. It's nice to meet you, Robert. My name is Maria. Welcome to the team. Thanks. We were announced that you would be joining our team. You're from Canada, right? That's right. I just moved here 2 weeks ago. I see. You moved here with your family? I don't have a family. I'm single. Well, I'm sure you're going to feel great here and make a lot of friends. We have a lovely team here. Come on, let me introduce you to our colleagues. That would be nice. Thank you very much. რომანა დამთავრდა რაღაცნაირად. ახალი ადამიანიც გამოჩნდა და გაიცნო მშვენიერად. თორე დავისტრესი ამ გოგოს იმით, რა ქვია, ცოდვით. ესე იგი, ეს გოგო ეკითხება. Have you tried to meet people on dating sites? გიცდია? ოი, ეხავ, ცირა მადლობა, კაი, მითხარით ერთი წუთით. მადლობა. მიდიახ, გავაზიაროთ. წამით, გონი არ გაზიარდა.
აი გაზიარდა. Have you tried to meet people online on dating sites? გიცდია რომ შეხვდე ხალხს online-ში, ინტერნეტში, ანუ dating sites არის გაცნობითი საიტები, ქართულად ესე იქნება, ეხლა პრაიმის საიტები არ იქნება ქართულად. Dating sites არის საიტები, ან აპლიკაციები, აპები რო არის, აი როგორც Tinder-ი და ასე შემდეგ, სადაც ერთმანეთს იცნობენ, რომელიც სხვა შორის ძალიან პოპულარულია საზღვარგარეთ ამერიკაში, ევროპაში და საქართველოშიც და ძალიან ნორმალური არის ამ ბოლო დროს მაგ აპლიკაციების გამოყენება. ადრე არ იყო მაგალითად ნორმალური, ასე ვთქვათ, მიღებული რა და ეხლა ძალიან ბევრი ადამიანი ქორწინდება მასზე. მოკლედ გიცდიაო ამ აპლიკაციების და საიტების გამოყენება? I met Caroline on a dating website. მე შევხვდი კაროლინს ამ ასეთ ვებსაიტზე. It can be tough to get into a relationship with someone you met online. ეს გოგო იცახის რომ რთული იქნება, tough არის რთული, ბავშვებო, to get into a relationship რომ შეხვიდე ურთიერთობაში, რთული იქნება შეხვიდე ურთიერთობაში ვისაც ან ისეთ ადამიანთან, ვისაც შეხვდები online-ში. I met one nice guy on the site. ერთხელ შევხვდი ერთ კარგ ადამიანს ამ საიტზე, but he lives 6 hours away. მაგრამ ის ცხოვრობს 6 საათით მოშორებით. ნუ ეხლა ამ გოგო მაშკარად კარგად არ მიუთითო, თორე იმ საიტებზე უთითებ რამდენი კილომეტრის მოშორებით გინდა რომ ცხოვრობდეს და ეგეც შეგიძლია რომ აკონტროლო. მე And I am not interested in a long distance relationship. და მე არ ვარ დაინტერესებული გრძელი დისტანციის ურთიერთობით. ძალიან კარგი ფრაზა არის long distance relationship. სიტყვასიტყვით ნიშნავს გრძელი დისტანციის ურთიერთობა. და long distance relationship არის ისეთი ურთიერთობა, როდესაც კაცი ცხოვრობს ერთ ქვეყანაში და ქალი ცხოვრობს მეორე ქვეყანაში. აი ეს არის აი ქართულად როგორ ვიტყვით მაგალითად, რომ მე ვარ როგორ ურთიერთობაში. ვერ ვიტყვი. ქართულად ვიტყვით, რომ მე საქართველოში ვცხოვრობ და ჩემი ქმარი ამერიკაში. მაგრამ ინგლისურად ვამბობ ეგეთ რაღაცას, რომ we are in a long distance relationship. და ადრე ეს გამოიყენებოდა მარტო წყვილებზე. მაგრამ ეხლა ამ ბოლო დროს ასევე გამოიყენება მეგობრებზე, სხვათა შორის. და არის long distance friendship. ოღონდ ამატებენ relationship-ის, მაგრამ არის friendship. მაგალითად, მე და ჩემი დაქალი, რომელიც ავსტრალიაში ცხოვრობს, სიტყვაზე, რომელმაც სხვა შორის Tinder-ით გაიცნო თავისი მეუღლე და რომელიც ეხლაც ორსულად არის, ერთად მივდივართ მე და თამუნია. რაზე ვამბობდი? აი ეგრე ვამბობ ხოლმე, რომ you are my long distance friend, ესე ვეუბნები ხოლმე თამუნას და ან კიდე რომ we have long distance friendship. ანუ ადრე თუ მარტო ურთიერთობაზე გამოიყენებოდა, ეხლა მეგობრობაზეც გამოიყენება უკვე აი ეს სიტყვა, ერთი სიტყვით, okay? და ძალიან ახალი და თანამედროვე სიტყვაა სხვათა შორის. მე well, I am sure there's someone out there for you. დარწმუნებული ვარ რომ არსებობს ვიღაცა შენთვის. ჩვენ ერთხელ სიტყვა out, აი ესეთ კონტექსტში უკვე შეგხვდა და გახსოვთ მაშინ გითხარით რომ ეს out არ არის გარეთ. ეს out იქნება რომ აი არსებობს, აი ეს ვარიანტია. სიტყვასიტყვით ნახე რა წერია I am sure there's someone, დარწმუნებული ვარ არის ვიღაცა გარეთ შენთვის. რა თქმა უნდა ეს out არ არის გარეთ. ეს ქართულად იქნება რომ დარწმუნებული ვარ რომ შენთვის ვიღაცა არსებობს. და out-ს როდესაც იყენებენ ხოლმე ამ კონტექსტში, ეს ნიშნავს რომ აი სადღაც შენთვის არსებობს რაღაცა, ან ვიღაცა, okay? Maria, you will meet him when you least expect it. შენ შეხვდები მას, როდესაც ყველაზე ნაკლებად ელოდები. Least არის ბავშვებო ყველაზე ნაკლებად, expect კიდე არის მოლოდინის ქონა. ანუ ჩვენ ხო ეგრე ვამბობთ ხოლმე რომ რაღაცა მოხდება მაშინ, როცა ყველაზე ნაკლებად ელოდები, ხო? შენ შეხვდები მას, როდესაც ყველაზე ნაკლებად ელოდები ამას. Life is always surprising. ცხოვრება არის ყოველთვის surprising, ანუ სურპრიზებს რო გიწყობს, ესეთი. ამ დროს მოვა მე ეს ახალი ტიპი. როგორი? მოულოდნელობებით სავსე. მოულოდნელობებით სავსე, კი ბატონო, მოულოდნელობებით სავსე, დია. My name is Robert and I am the new graphic designer. და მე ვარ თქვენი ახალი გრაფიკული დიზაინერი, ესეც გავაშაოთ. It's a pleasure to meet you. სასიამოვნოა თქვენთან შეხვედრა. I am excited to be a part of the team. ძალიან გახარებული ვარ, რომ ვარ გუნდის ნაწილი. It's nice to meet you. ჩვეულებრივ სასიამოვნოა თქვენი შეხვედრა. My name is Maria. Welcome to the team. მოგესალმებით გუნდში.
Thanks. We were announced that you would be joining our team. ესეც პასიური ფორმაა და ეუბნება რომ ჩვენ გამოგვიცხადეს, რომ შენ შემოგვიერთდებოდი ჩვენს გუნდში. We were announced ნიშნავს რომ გამოაცხადეს კი ჩვენთან, ჩვენ შეგვატყობინეს. აი ეს არის. You are from Canada, right? შენ ხო კანადიდან ხარ? That's right. ეუბნება კი. I just moved here 2 weeks ago. გადმოვედი აქ 2 კვირის წინ. I see, ეუბნება გასაგებიაო. You moved here with your family? რა ისმაგურად გითხრა, ოჯახთან ერთად გადმოხვედი? I don't have a family, ეუბნება, მე არ ამყავს ოჯახი. I am single, მე ვარ მარტოხელა. მარტოხელა არა, ვარ მომწონს ეს სიტყვა ქართულად. ერთი წამი single ქართულად ლამაზი როგორ შეიძლება რომ იყოს? მარტო. მე ვარ მარტო, დასაოჯახებელი. აი, დასაოჯახებელი არის single. აი, ეს არის დასაოჯახებელი. Well, I'm sure you're going to feel great here and make a lot of friends. დარწმუნებული ვარ, რომ შენ აქ თავს კარგად იგრძნობ და გაიჩვენ ბევრ მეგობრებს. Make friends, მეგობრების გაჩენა როა მგონი ვიცით. We have a lovely team here. ჩვენ აქ კარგი გუნდი ყავს. Come on, წამოდი, let me introduce you to our colleagues. წამოდი ჩვენ კოლეგებს წარგადგენ. That would be nice. კარგი იქნებოდა. Thank you very much. დიდი მადლობაო. აქ ბოლოს უკვე სხვა რაღაცა არის. მოკლედ ერთ სიტყვით ჩვენმა მარიამაც გაიცნო ვიღაცა და ჩვენი ვიდეო გაკვეთილიც დამთავრდა. ასე რომ, აბა თქვენ იცით, ვისწავლეთ ეს სიტყვები. თუ დაგაინტერესებთ იმ ვიდეო გაკვეთილსაც ჩაგიგდებთ, ამატევით წერან რომ გითხარით ერთი გაკვეთილი მაქვს თქო, საათნახევარი ვლაპარაკობ აი სასიყვარულო სიტყვებზე უფრო ვცლად და ვნახავ იმ გაკვეთილს ზუსტად არ მახსოვს სადამ აქვს, მაგრამ ვნახავ და თუ ვიპოვე ჩაგიგდებთ. ხო და ხო, კიდე რა უნდა მეთქვა? მე მგონი მეტი არაფერი. თუ ვიპოვე იმ გაკვეთილს ჩაგიგდებთ და როცა გეცლებათ უყურეთ. მოკლედ სულ ეგ იყო. თუ რაიმე კითხვა არ აქვს, დავამთავროთ ახლა, წადის დღეს. ის მთელი გაკვეთილი ვფიქრობდი, ნათი, ის soulmates-ზე რო ამბობდით, ანუ რაღაცა ქართულად რო ამბობთ ხოლმე, მონათესავე სულიო, ესეთი რამეა, აი, ენის ჭორზე მქონდა და ძლივს გავიხსენე გაკვეთილის ბოლოს. კი, როგორ არა, მონათესავე სული, ძალიან კარგი იქნება იდეაში ქართულად, იმიტომ რომ სული ხომ ანდაც ჟღერს. და ასე რომ, კი, როგორ არა, ჩემი მონათესავე. ვამბობთ ხოლმე, ხო, პარტნიორებზე ეგრე, პატა, ჩემი მონათესავე სული. ქართულად კი, ესე ამბობენ ხოლმე. იარასოდეს არ მithქვამს პატაზე, ჩემი მონათესავე სული ხარ თქო, იცადე? რაცა მეცნაურა. მონათესავე რა ლამაზი სიტყვა არის, არა და მონათესავე სული და რაღაცა აღარ ვიყენებთ მე მგონი ახლა. ეგ იქნება, კი ბატონო. ანუ soulmate არის, აი ერთი ადამიანი როა მოკლედ რა, მაგრამ ნახეთ თვითონ თავის თავშიც ეცნააღმდეგებიან, იმიტომ რომ ინგლისურ ენაზე ამ ბოლო დროს ამბობენ, რომ ერთი კი არა, შეიძლება ადამიანს რამოდენიმე soulmate იყავდეს. ნუ ეს უკვე ახლა ცოტა რელიგიის თემაც არის. ჩვენ თუ ვამბობთ ქართველები მართლმადიდებლობაში, რომ ადამიანს ერთი მეორე ნახევარი ყავს, იქით ამბობენ, აი ვისაც კარმის და ასე შემდეგ ჯერა, რომ ადამიანს შეიძლება ყავდეს რამოდენიმე soulmate. ინგლისურ ენაზე მაგასაც ამბობენ. ნუ ყოველ შემთხვევაში მონათესავე სული კარგი სიტყვა არის. მადლობა მაკა. კი, ლამაზი სიტყვა მონათესავე სული. კი ბატონო. უყოს. ყველას დიდი ხანი გყავდეთ ჩვენი soulmate-ები გვერდით, კარგად ჯანმრთელად და აბა ჩვენ ვიცით. აბა კარგად. ნახვამდის. კარგად.